წავიდოთ 30-ე თავი, 30-ე თავი. ახლა სავსებით მოკლე ქვია მიმოხილვით, ჩვენ ვიცით ეს რა პერიოდია, ხო იაკობი ესე იგი გაქცეულია სახლიდან, გარბის 77 წლის ასაკში გითხარით, მიდის უკვე 20 წელი და 30-ე თავი აღწერს სწორედ იმ საოცარი თავი არის ეგა, ცოტა კომიკური თუ არა ესეთი არა ქრისტიანული რწმენით ან ღვთაებრივი რწმენით თუ არ წაიკითხავთ ამ თავს ცოტა პაროდიის ფორმას დაიტოვებთ იცით რომ რაღაცა ეჯიბრებიან ერთმანეთს ქალები ბავშვების გაჩენაში ხან ერთი ქალი ეუნება მეორეს და დამითმე ქმარი ხანი შვილი მოიტანს მანდრაგორის რაღაცა იმეებს და აი ეგრეთ საოცარი შეჯიბრი არის შვილების გაჩენაში აქა ერთს არ უჩდება თავის მოახლეს დაუწვენს მე იგივე საკეთებს მეორე თელი თავი ეს არის და რაღაცა გაუწვდები რა უნდა ამ თავს რა უნდა ბიბლიაში ვინ შეიტანა ეგა და რა არის და რა გაკვეთილი უნდა ავიღოთ ამ 30-ე თავიდან 31-ე თავიდან ძალიან პროზაული თავია ძალიან პაროდიებული თავია საერთოდ რა კავშირი აქვს ამას ღმერთთან ამ ოჯახის ისტორიას და თუ მოვწყვიტავთ ამას ზოგადად იმ ფონს რა ფონზედაც ვითარდება ეს და კერძოდ იაკობის დაბადება საიდან წამოვიდა საით გაიქცა ვისთან წავიდა ეს ხარანია ის ხარანი სადაც ურიდან გამოსული აბრაამის ოჯახი ჩერდება ხარანში გარკვეული ხანით და ხარანი ვიცით ეს ერთგვარი დაბრკოლების ადგილი არის და მე იქიდან დაძრა იგივე ხარანში ბრუნდება და ძალიან შორი მანძილი არის საიდანაც დაიძრა ჩრდილო აღმოსავლეთისაკენ თავის წინაპრებთან წარმართებთან ხაზგასმულია რომ ლაბანის ოჯახის წარმართი ოჯახი არის და თავისებურ ღმერთებს ცემენ ისინი თაყვანს მისი შვილები ამ წარმართულ გარემოში არის 20 წელი იაკობმა ამ ოჯახში გაატარა ბიძამისთან და მძიმე წლები იყო ეს მისი მამაძაღლობის მოტყუების ბევრჯერ პირობები დაარღვია ხელშეკრულები დადო ლაბანმა და დაარღვია ბიძამისმა უბრალოდ ყველაფერი იწუნია იაკობმა აქ გამრავდა ცარიელ-ტარიელი მიდის სახლიდან აი არაფერი მას არ აქვს მარტო გალუკილი კაცი გარბის 77 წლის ასაკში და 20 წელი ესე იგი 97 წლისა უკვე იქიდან იბარგება და ისიც განათავისი ნებით არამედ ღმერთის უკვე ნებით და ღმერთის ნაკურთხი იაკობი რომელიც გამრავდა ოჯახით შვილები ცოლები მონები გაქლემები საქონელი უამრავი გარბის ლაბანიდან უცნაურია უკვე ლაბანს გაურბეს ოჯახიდანაც გახსოვთ ძმას გაურბეს ეხლა ლაბანს გაურბეს და აი ასეთი იროვნება ღმერთი რო არ შორდება იმედის და რწმენის მომცემია რომ ასეთ კაცს ღმერთი როგორ დაყვება და რა კურთხევა აქვს ამისთან ამ კაცს და რასაც ის აკეთებს მართლაც ღმერთის კურთხევით არის ლაბანმაც გამოცა და თავის ამ კაცის გაშვება არ უნდა მაქსიმალურად უნდა გამოწოვოს ყველაფერი დაიტოვოს თავის სახში გრძნობს რომ მე ამ კაცთან ღმერთი არის და პირდაპირ იძახის ამას როგორც აი გერარში ჩასული ის ვიცით ჩვენი სააკი და აბრაამი რომ ამასთან ღმერთი არის და გაკურთხებს შენც მეც ვივსები და მართლაც ლაბანი პრაქტიკულად აზროვნებს და ბუნებრივი ასეთი კაცი არ გინდა გაუშვა ხელიდან მაგრამ ახლა ღმერთის გეგმაში ეს აღარ ზის ხო ლაბანი წარმართული ოჯახია იზრდება იაკობის ოჯახი აქ ყალიბდება უკვე ერთი კაციდან უკვე 12 შტო აი ისრაელისა საიდანაც მთელი ერი გამოდის მერე და აქ ვეცნობით ჩვენ იმ 11 შვილს მერე გზაში გაუჩნდება ერთი ბენიამინი და აი სახელებსაც ჩვენ გავეცანით და გავეცნობთ კიდე ამ თავში ვინ იბადება როგორ იბადება ლია რამდენ ბავშვს აჩენს მერე რახილი კარხანს უშვილვარი და იმ ტრადიციის თანახმად ეს სამარცხვინო თითულებოდა ქალს რო საშუალო დახშულდა ფაქტურად თოლს ქმართან კონფლიქტი აქვს და ამის ნიადაგზე იაკობი გაბრაზებული ძახის მე ხომ ღმერთი არა ვარ რომ ამ საკითხში მე დაგეხმარო და მიმართავს იმ ტრადიციით იმ სისულელეს რაც თავის დროზე აბრაამმა და სარამ დაითამაშეს და ღმერთმა ეს არ მოიწონა რახილს საშუალო არ აქვს დახშული მაგრამ მაინც დააკვირდით უცნაურია თავის მოსამსახურეს შეთავაზებს იაკობს აქედან ჩდება 2 შემდეგ იგივე საკეთებს ლია 2 ერთიდან 2 მეორედან ეს მოსამსახურეებიდან ფაქტურად 4 ცოლია და რაც ბიბლიაში არის მოწოდებული ყველაფერს კი არ იწონებს ღმერთი ბიბლია ამით არის საინტერესო რომ ყველაფერი მათ ჩაწერილია და არა ისე რომ ყველაფერი იწონებს ღმერთი საინტერესოა ის რომ რას იწონებს ღმერთი ისევე როგორც მაშინ აგარის ამბავი არ მოიწონა ღმერთმა არც ამას იწონებს რაც ხდება აქა და ტრაგედიაც ამას მე გაგრძელება ექნება საშინელი ამ ოჯახის ისტორიას რო გადავხედავთ ჩვენს გავყვებით ამას და მე მთელი ერის ისტორიასაც ვეცნობით უკვე 430 წლის შემდეგ როდესაც ეგვიპტეში შედის 75 სულით და იქ გამრავლებულს როცა იწყება წიგნი გამოსვლა ბიბლიის მეორე წიგნი ვხედავთ ჩვენ უზარმაზარ არმიას და წინ მოუძღვის ღმერთი და მოსე. აი ამით არის საინტერესო იაკობის ოჯახის გაცნობა, ისტორია და სახელების დამახსოვრება. შვილები, რომელიც უჩნდება ლიას, რომელიც უჩნდება რახილს, ასევე მოსამსახურეებიდან ბალასა და ზელფი რო არის კიდე, აი ეს 2 შვილები ამათი
აი იმ შტოში თავის როლს თამაშობენ და თვალყური უნდა ვადევნოთ, ვინ არის უფრო წარმოჩენილი აქ და საიდან გამოვა მერე მაცხოვარი იესო ქრისტე, ხო? ჩვენ ვიცით, ლეას უფროსი შვილი რუბენი, მერე იყო სიმონი, ლევი და იუდა, ეს 4, ხო? ძალიან ძლიერი. ასეთი აქედან 2 მაინც გამორჩეული ლევიტელები, რომლის წარმომადგენელი არის აარონი, მოსე და იუდა მერე, ხო? იუდადან უამრავი მეფეები და იუდას შტოდან გამოდის იესო ქრისტე ახალ აღთქმაში. ამით არის ეს საინტერესო და ამ კუთხით ვსწავლობთ ჩვენ ამას. და 30 თავი თითქოს კომიკურიც არის, გაუგებარიც არის, რაღაცაები კომიკურად ეს თავი წარმოდგენილი აქვს ბიბლიის ცინიკოსებს. ბიბლიას როგორც არიღებდნენ მოგეხსენებათ ყველა საუკუნეში, და ბიბლიას თავისი მტრები და ერთ-ერთი იყო თქვა ლეო ტაქსილიც და აი ამ ადგილს როცა ის გადმოცემს, ცინიკური იმეებით იძახის რა, რაღაცნაირად პაროდირებულად გადმოცემს ამას. და ამით უნდა ზიანი მიაყინოს ამას და მკითხველს შეუტანოს ეს წარმოდგენები, რომ ეს არის ყალბი და ტყუილი. ახლა ეს პრიმიტიული მიდგომა, ახლა პრიმიტიულად თუ მიუდგებით ჩვენ, ბევრ რამეს ჩვენ მათ ვერ გავიგებთ. ეცადოთ ჩვენ მათ ღმერთის ხელი დავინახოთ და არა იმ მდგომარეობისა, რა მდგომარეობის ახლა ლაბანის ოჯახია და მაგ ოჯახში შესული ერთი კინკილა კაცი, რომელმაც დაიწყო ცხოვრება 20 წელი და ისტორიაში შეყო თავი. როგორ გაუბედურებულია 14 წელი, როგორ მუშაობს, მე კიდე 6 წელი. ამასობაში იგი მრავლდება საქონლით, სიმდიდრით და მე იძულებულია გაიქცეს ბიძამისისგან. წავიკითხოთ ახლა ეს თავი 30 თავი და დავიმახსოვროთ თუ არა გაქვს წაკითხული გზადაგზა კიდე დაუბრუნდეთ. აბა გთხოვთ წამიკითხოთ 30 თავი. თავი 30. დაინახა რახელმა რომ შვილს ვერ უჩენდა იაკობს და შეშურდა თავისი დისა. უთხრა იაკობს: მომეცი შვილები თორემ მოკვდები. განურისხდა რახელს იაკობი და უთხრა: ღმერთი ხომ არა ვარ, რომელიც მუცლის ნაყოფს გიბრკოლებს. თქვა ქალმა: აჰა ბალა ჩემი მხევალი. შედი მასთან და შობოს ჩემს მუხლებზე, რათა შვილიერი გავხდე მისგან. მისცა ბალა თავისი მხევალი, ცოლად და შევიდა მასთან იაკობი. დაორსულდა ბალა და უშვა იაკობს ვაჟი. მაშინ თქვა რახელმა: გამსაჯა ღმერთმა და კიდევ შეისმინა ჩემი და მომცა ვაჟი, ამიტომ უწოდა მას სახელად დანი. კიდევ დაორსულდა ბალა, რახელის მხევალი და უშვა იაკობს მეორე ვაჟი. თქვა რახელმა: ღვთიური შებმით შევები ჩემს დას და დავჯაბნე კიდეც. დაარქვა სახელად ვაჟს ნაფთალი. დაინახა ლიამ რომ შეუწყდა შვილიერება. აიღო და მისცა ზილფა თავისი მხევალი იაკობს ცოლად. უშვა ზილფამ ლიას მხევალმა იაკობს ვაჟი. თქვა ლიამ: ჩემ და ბედად და უწოდა ვაჟს სახელად გადი. უშვა ზილფამ ლიას მხევალმა იაკობს მეორე ვაჟი. თქვა ლიამ: ჩემ და ნეტარებად, რადგან ნეტარად შემრაცხენ ქალები. უწოდა სახელად ვაჟს აშერი. გავიდა რეუბენი მკის დროს მინდორში და იპოვა მანდრაგორის ვაშლები. მოუტანა ლიას თავის დედას. უთხრა რახელმა ლიას: მიწილადე შენი შვილის მანდრაგორები. უთხრა ლიამ: არ გეყო ქმარი რომ წამართვი. ახლა ჩემი შვილის მანდრაგორებსაც მართმევ. უთხრა რახელმა: კარგი, შენთან დაწვეს ამაღამ, ოღონდ მომეცი შენი შვილის მანდრაგორები. დაბრუნდა იაკობი საღამო ხანს მინდვრიდან. გამოეგება ლია და უთხრა: შემოდი ჩემთან, რადგან გამოგისყიდე ჩემი შვილის მანდრაგორები. დაწვა მასთან იმ ღამით იაკობი. უსმინა ღმერთმალიას, დაორსულდა ლია და უშვა იაკობს მეხუთე ვაჟი. თქვა ლიამ: ღმერთმა გადამიხადა სამაგიერო, იაკობს რომ ივეცი ცოლად ჩემი მხევალი. უწოდა სახელად ვაჟს ისაქარი. კიდევ დაორსულდა ლია და უშვა იაკობს მეექვსე ვაჟი. თქვა ლიამ: კეთილი ხვედრი მარგუნა ღმერთმა. ახლა კი შემიტკბობს ჩემი ქმარი, რადგან 6 ვაჟიშვილი გაუჩინე. უწოდა სახელად ვაჟს ზებულონი. მერე შვა ასული და უწოდა სახელად დინა. გაიხსენა ღმერთმა რახელი, უსმინა ღმერთმა მას და გაუხსნა საშო. დაორსულდა და შვა ვაჟი. თქვა: ღმერთმა ამაშორა სირცხულს. უწოდა სახელად იოსები, რადგან თქვა: შემძენს უფალი მეორე ვაჟსაც. როცა რახელმა იოსები შვა, იაკობმა უთხრა ლაბანს: გამიშვით წავალ ჩემს სამშობლოში, ჩემს ქვეყანაში. გამატანე ჩემი ცოლები და შვილები, რომელთა გულისთვის გემსახურებოდი და წავალ, რადგან შენ თავად უწყი ჩემი სამსახური, როგორ გემსახურებოდი. უთხრა ლაბანმა: ნეტავ მადლი ვპოვო შენს თვალში. მიმხვდარი ვარ შენს გამო რომ მაგურთხა უფალმა. უთხრა: მითხარი რას მოითხოვ გასამრჯელოდ და მოგცემ. უთხრა: შენ თავად უწყი როგორ გემსახურებოდი და როგორი გახდა ჩემს ხელში შენი საქონელი, რადგან ჩემამდე ცოტა ყავდა და დიდ ძალი შეიქმნა. გაკურთხა უფალმა ჩემი მოსვლით.
ახლა რუდიძღავი ზრუნო ჩემი სახლისათვის? უთხრა ლაბანმა. რა მოგცე? უთხრა იაკობმა. ნუ რაფერს მომცემ. ოღონდ ეს საქმე გამიკეთე და მე კვლავ დავმწყესავ და მოვუვლი შენს ხვარს. დღეს გავივლი შენს ფარაში. ცალკე გაიყვანე ყველა დაწინწკლული და ჭრელი პირუტყვი. ყველა შავი ცხარი, ყველა ჭრელი და დაწინწკლული თხა. ეს იქნება ჩემი გასამრჯელო. ხვალ პასუხს გაგცემს. ჩემს მაგივრად ჩემი სიმართლე, როცა გასამრჯელოს გასასტუმრებლად მოხვა. ყველა თხა, რომელიც არ იქნება დაწინწკლული და ჭრელი, ან ცხარი შავი ფერისა, ნაკურდლად ჩამითვალე. თხა ლაბანმა, კეთილი, აგრე იყოს. ცალკე გაიყვანა იმ დღეს ლაბანმა ყველა ზოლიანი და ჭრელი ვაცი. ყველა დაწინწკლული და ჭრელი ნეзвი, ყველა პირუტყვი, რომელსაც თეთრიერია, ყველა შავი ცხარი და თავის შვილებს ჩააბარა. დააგდო ლაბანმა 3 დღის სავალი თავისა და იაკობს შორის და მწყესავდა იაკობი ლაბანის დანარჩენ ფარას. აიღო იაკობმა ალვისხის, ნუშისა და ნეკერჩხლის ნედლი ჯოხები, ალაგ-ალაგ გალობრა, ისე რომ ჯოხებს თეთრი ზოლები დააჩნდა. ჩააწყო დაჭრელებული ჯოხები დასარტყლულებელ გეჯებში, სადაც მოდიოდა ფარა წყლის სასმელად და მოსვლისას ახურდებოდა ხოლმე. ახურდა ფარა ამ ჯოხებთან და მოიგო ფარამ ხატულები, დაწინწკლულები და ჭრელები. გამოაცალკევებდა იაკობი ბატკნებს და აჭრელებული ჯოხებისკენ უზამდა პირს. მუქი ფერისას ყველას ლაბანის ფარაში სტოვებდა. თავისი პირუტყვი კი ცალკე ყავდა და არაჩერებდა ლაბანის ფარასთან. ჯანსაღი ფარის ახურებისას პირუტყვის თვალწინ ჩაჰყრიდა ხოლმე იაკობი გეჯებში ჯოხებს, რომ ჯოხებთან ახურებულიყვნენ. თუ ფარა სუსტი იყო, არ ყრიდა. ლაბან სუსტი რჩებოდა, იაკობს ჯანსაღი. გამდიდრდა მეტისმეტად კაცი, შეეძინა დიდძალი ფარა, ყმაქალები და ყმები, აკლემები და სახედრები. თავი 31. გაიგო იაკობმა ლაბანის ძეთა ნათქვამი, რომ ამბობდნენ. ყველაფერი წაართვა იაკობმა მამაჩვენს, მამაჩვენისეული ქონებით გამდიდრდაო. სახეზე შეატყო იაკობმა ლაბანს, რომ იგი ისეთი აღარაა მის მიმართ, როგორც ადრე იყო. უთხრა უფალმა იაკობს, დაუბრუნდი შენი მამა-პაპის ქვეყანას, შენ სამშობლოს და მე შენთან ვიქნები. გაგზავნა კაცი იაკობმა და მოუხმო რახელსა და ლიას ველად ფარასთან. უთხრა მათ, სახეზე შევატყვე მამა თქვენს, რომ იგი ისეთი აღარაა ჩემს მიმართ, როგორიც ადრე იყო, მაგრამ მამა ჩემის ღმერთი თან მახლავს მე. თქვენ იცით, რომ ძალღონი არ დამიშურებია მამა თქვენის სამსახურისათვის. მამა თქვენმა კი მომატყუა და 10 გზის შემიცვალა გასამრჯელო. მაგრამ არ დაანება ღმერთმა ებოროტნა ჩემთვის. როცა იტყო და დაწინწკლულები იყოსო შენი გასამრჯელო, ხატულებს იგებდა მთელი ფარა. წაართვა ღმერთმა საქონელი მამა თქვენს და მე მომცა. ფარის ახურების დრო იყო. ავახილე თვალი სიზმარში და ვხედავ. აჰა ვაცები ფარას რომ ახდებიან, სულ ხატულები, დაწინწკლულები და ჭრელები არიან. მითხრა ღვთისანგელოზმა სიზმარში, იაკობ, მიუგე, აქა ვარ. მითხრა, ახილე თვალი და შეხედე. ყველა ვაცი ფარას რომ ახდება ხატულაა, დაწინწკლულია და ჭრელია, რადგან ყველაფერს ვხედავ, რასაც ლაბანი გიკეთებს. მე ვარ ღმერთი ბეთელისა, სადაც შენ ზეთის ცხეს სვეტს, სადაც აღთქმა მომეცი. ახლა კი ადექი და გადი ამ ქვეყნიდან, დაუბრუნდი შენ სამშობლო ქვეყანას. მიუგეს რახელმა და ლიამ და უთხრეს, კიდევ გვიძევს რაიმე წილი და სამკვიდრო მამა ჩვენის სახლში? განა უკვე უცხოები არა ვართ მისთვის, ხომ გაკვიდა და ჩვენი ვერცხლით შეჯამა. ამიტომაც მთელი ქონება ღმერთმა რომ წაართვა, მამა ჩვენს, ჩვენი და ჩვენი შვილებისაა. ახლა კი ისე მოიქეცი, როგორც ღმერთს უბრძანებია შენთვის. ადგა იაკობი და შესხა თავისი შვილები და ცოლები აკლემებზე. წაასხა მთელი თავისი საქონელი, მთელი თავისი მონაგები, თავისი საკუთარი საქონელი, ფადან არამში რომ მოიგო, რათა მისულიყო ისაკთან, თავის მამასთან ქანაანის ქვეყანაში. ლაბანი ცხრის გასაპარსად იყო წასული და რახელმა მოიპარა გერბები, მამამის რომ ქონდა. იაკობმა გული მოჰპარა ლაბან არამელს, არ გაუმხილა რომ გარბოდა მისგან. გაიქცა და ყველაფერი თან წაიღო, რაც კი გააჩნდა. ადგა და გავიდა მდინარის გაღმა და გალაადის მთისკენ ქნაპირი. მესამე დღეს შეიტყო ლაბანმა იაკობის გაპარვა. იახლა სახლი კაცები და სდია 7 დღის სავალზე, ვიდრე გალაადის მთასთან არ დაეწია. გამოეცხადა ღმერთი ლაბან არამელს სიზმარში ღამით და უთხრა, ფრთხილად იყავი,
არც კარგი უთხრა იაკობს, არცავი. მიეწია ლაბანი იაკობს, როცა იაკობი კარავს შლიდა მთაზე. ლაბანმაც გალაადის მთაზე დასცა კარავი თავის სახლიკაცებთან ერთად. უთხრა ლაბანმა იაკობს, ეს რაქენი? მომატყვე და წაასხი ჩემი ასულები, თითქოს מחვილით ნაშოვარი ტყვები ყოფილიყვნენ. უჩუმრად რატომ გაიპარე? რატომ მიმუხთლე და არ გამიმხილე? თხინითა და სიმღერით, დოლისა და ქნარის ხმაზე გაგისტუმრებდი. არ დამაცადე ჩემი ვაჟები და ასულები გადამეგოცნა, უგუნურად მოიქეცი. გიბოროტებდი, მაგრამ თქვენი მამა პაპის ღმერთმა მითხრა წუხელ სიზმარში. თავი შეიკავე, ნურც კარგს ეტყვი იაკობს, ნურც ავსო. ახლა წასვლით კი მიდიხარ, და კი მოგნატრებია მამა შენი სახლი, მაგრამ ღმერთები რაღაც მომპარე? მიუგო იაკობმა და უთხრა ლაბანს, შემეშინდა, ვიფიქრე წამართმევდი შენს ასულებს, ვისაც შენს ღმერთებს უპოვი, ცოცხალი არ გადარჩება. ჩვენი სახლიკაცების თვალწინ დაადევი ხელი ყველაფერს რაც შენია და წაიღე. არ იცოდა იაკობმა, რომ რახელს ჰქონდა მოპარული კერპები. შევიდა ლაბანი იაკობის კარავში, ლიას კარავში, ორი მხევლის კარავში, მაგრამ ვერაფერი იპოვნა. გამოვიდა ლიას კარვიდან და რახელის კარავში შევიდა. აიღო რახელმა კერპები და აქლემის უნაგირ ქვეშ ამოსდო. თავადაც ზედ დაჯდა. მოჩხრიკა ლაბანმა მთელი კარავი, მაგრამ ვერაფერი იპოვნა. უთხრა რახელმა მამას, ნუ გამირიცხდება ჩემი ბატონი, რომ ვერ წამოვდგები შენს წინაშე, რადგან დედათა წესი მჭირს. ეძება და ვერ იპოვნა ლაბანმა კერპები. განრისხდა იაკობი და წაეკიდა ლაბანს. უთხრა იაკობმა ლაბანს, რა დავაშავე, რა შევცოდე, რომ დამდევნები ხარ? ხომ გაჩხრიკე მთელი ჩემი ჭურჭელი. რა ნახე მათში შენი სახლიდან წამოღებული? გადმოალაგე აქ შენი და ჩემი სახლიკაცების თვალწინ და მათ გავგსაჯონ ჩვენ ორნი. აჰა, 20 წელიწადი ვარ შენთან და შენს ცხვრებსა და თხებს მკვდრად არასოდეს მოუგიათ. არც შენი ფარის ვერძები შემიჯამია. ნამხეცავი პირუტყვი შენთან არ მომიტანია. მე ვზარალობდი. მე მაზღვევინებდი დღისით ნაკურდალს და ღამით ნაკურდალს. დღისით ხვატი მინელებდა, ღამით ყინვა. ძილი არ მეკარებოდა. ასე გავატარე 20 წელიწადი შენ სახლში. 14 წელი შენი ორი ასულისთვის გემსახურე. კიდევ 6 წელი შენი ფარისთვის. შენ კი ათგზის შემიცვალე გასამრჯელო. ღმერთი მამა ჩემისა, ღმერთი აბრაამისა და შიში ისაკისა რომ არ ყოფილიყო ჩემთან, მაშინ ხომ ხელცარიელს გამისტუმრებდი. ჩემს ტანჯვა წვალებასა და ჯაფას მოხედა ღმერთმა და გამხილა გუშინ. მიუგო ლაბანმა იაკობს და უთხრა, ეს ქალები ჩემი ასულებია, ეს ვაჟები ჩემი ვაჟებია, ეს ფარა ჩემი ფარაა, რასაც აქ ხედავ ყველაფერი ჩემია. რა ვუყო ახლა ამათ ან ამ ვაჟებს, რომელნიც მათ შობეს? მოდი შევკრათ კავშირი მე და შენ და ეს იყოს მოწმე ჩემსა და შენ შორის. აიღო იაკობმა ქვა და აღმართა სვეტად. უთხრა იაკობმა თავის სახლიკაცებს, მოაგროვეთ ქვები, მათაც მოიტანეს ქვები და გორა დააყენეს. ჭამეს იქ იმ გორაზე. უწოდა მას ლაბანმა იეგარ საჰადუთა, გორა მოწმობისა. ხოლო იაკობმა უწოდა გალაადი, გორა მოწმობისა. თქვა ლაბანმა, ეს გორა იყოს მოწმეთ დღეს ჩვენ შორის, ამიტომ ეწოდა სახელად გალაადი. და მიცბა, რადგან თქვა, თვალყური გვადევნოს უფალმა, როცა ერთმანეთს თვალით ვეღარ ნახავთო. თუ დაჩაგრავ ჩემს ასულებს, ან თუ სხვა ცოლებს დაისვა მათ გვერდით, იცოდე, რომც არავინ იყოს ჩემთან, ღმერთია ჩვენი მოწმე. უთხრა ლაბანმა იაკობს, აჰა, ეს გორა და ეს სვეტი, რომელნიც აღმართე ჩვენ შორის, მოწმე იყოს ეს გორა, მოწმე იყოს ეს სვეტი, რომ არც მე გადმოვლახავ შენსკენ ამ გორას და არც შენ გადმოლახავ ჩემსკენ ამ გორას და ამ სვეტს საბოროტოდ. აბრაამის ღმერთმა და ნახორის ღმერთმა გამგვსაჯოს ჩვენ და დაიფიცა იაკობმა თავისი მამის ისაკის შიში. დაკლა იაკობმა საკლავი მთაზე და აწვია სახლიკაცები პურის საჭმელად. მათაც ჭამეს პური და მთაზე გაათიეს ღამე. ადგა ლაბანი დილა ადრიანად, გადაკოცნა თავისი ვაჟები და ასულები და დალოცა ისინი. წავიდა ლაბანი და დაბრუნდა თავის მხარეში. აი, საინტერესო ხრობითი ისა და ფაქტურად აქ ახლა კიდაც ორიგინალი წაგიკითხეთ, კიდაც სხვა თარგმანებში, აქ ამ ქართულ თარგმანშიდაც თითქმის ყველაფერი ზუსტად არის გადმოცემული. აქ არ არის ისეთი თეოლოგიური წიაღშლები, რომ რაღაცა თარგმანში არ გადმოიცეს. ძალიან პროზაული არის ისტორია ყოფითი და არის აღწერილი ბიძა ძმისშვილის ისტორია. და რატომ არის ეს ბიბლიაში? ჩვენ ვიცით, რომ აღთქმა დადებული არის აბრაამიდან მოყოლებული და მაგ გეს მიყვებით აბრაამი, ისააკი, იაკობი.
და ესე იგი ამ შემთხვევაში როგორ იზრდება იაკობი თვალყურს ვადენებით ჩვენ იაკობს ბავშვობიდან ოჯახში მის მამის ოჯახში როგორ იქცევა შემდეგ რატომ გარბის ოჯახიდან ესეც გავიცანით და ახლა ბიძამისთან რა ხდება არამეელია ხომ ისრაელი არ არის სადაც არის ეს ლაბანი თავისი დედის ძმა არის და გაივლის 20 წლიან კატორღულ შრომას აქვს თუმცა აქ ეს მდიდარდება ღმერთი არ მიატოვებს ამას ახსოვთ ალბათ მარტო საწყალი როცა სახლიდან გამორბის იგი ღამეს გაათევებს და სიზმარსაც ნახავს და ესეთი იმით ედუარ გარიგებასაც მისცემს ღმერთს და ახსოვთ ალბათ რა გარიგება ოღონდ გამამდიდარ და მეათეც მოგცემ შესრულდა ეს ყველაფერი ძალიან გამდიდრებულია შვილებით რა ვიცით ჯალაბობით ოჯახით აკლემებით საქონლით ყველანაირად და ესე გამორბის იგი ლაბანიდან თუ რატომ გამორბის აქ გაუგებრობას აქვს ადგილი ბიძასა და ძმისშვილის შორის არ ემეტება თქვა ძმისშვილი ლაბანს უფრო დახვეწილი მამაძაღლი არის ლაბანი ოჯახი მისი ოჯახი წარმართული არის გახსოვთ ალბათ ბოლო იმაში მიაქცევდით ყურადღებას თქვა რომ აი ნახორის ღმერთი და აბრაამის ღმერთი ახლა ნახორი მოგეხსენებათ ვინ არის ეს აბრაამის ძმა არის და ღმერთი ნახორს ცალკე ყოლია და აბრაამის ღმერთი აბრაამის ღმერთი ეს ცოცხალ ღმერთთან ურთიერთობა ნახორის ღმერთი ეს ღმერთი არ არის სწორედ მაგიმიდან გამოვიდა აბრაამი და აბრაამს ეცხადება ღმერთი და ეუბნება რომ დატოვოს ორი და წარმართული გარემო ამიტომ არის ნახეთ დაყოფილი ღმერთებად. აი ლაბანი აქ ვერ ამაღლდა იმ დონეზე და ამ ისტორიის მერე ლაბანი ჩვენ არსად არ ხვდება გადის ის სცენიდან ეგ უჭირდება მხოლოდ ეს გარემო იაკობისთვის და სადიზდება იაკობი და რა სკოლა გაიარა მან ან იაკობმა ბევრი გამოცდილება შეიძინა ერთი აქ მწარე გამოცდილება შეიძინა კერძოდ იმის აქ გააცნობიერება მამას როგორ მოექცა როგორ მოატყუა მამას როგორ გარბის იგი ესავიდან და გაურბის აი მოსალოდნელ სისხლის ზღვრას ყველაფერი იაკობმა აქ უკვე კარგად განიცადა მიუხედავად ამისა რომ გადააწყდა ისეთ პიროვნებას რომელიც ამაზე უფრო გაიძვერა აღმოჩნდა ლაბანი ის მეუღებელია ბიძაშვილობა ძმისშვილობა და ასე შემდეგ მას უნდა ამუშაოს ეს მშრომელი კაცია ხვდება რომ ღმერთი ამასთან არის და თუ ამას დაიტოვებს აი არსება მისი ოჯახი და არც თუ საფუძვლოდ ეს აშკარად ეთყობა ახლა მისი რწმენა თქვათ ლაბანისა ღმერთის რწმენას არაფერი არ მოაქვს იმიტომ რომ ეს არის ფაქტურად წარმართი და მკვდარ ღმერთებს სცემენ თაყვანს და დასტურება ამისა მისი ხანდაკებები რომელიც მე რახილს იპარავს და მოაქვს უცნაური აქ ეს ადგილი რატო დაჭირდა ქალიშვილს მოიტაცოს ეს რწმენის გულისთვის გააკეთა თუმცა ის რასაც ის აკეთებს მე და დააჯდება ამ იმეებს და იმ დედათა წესს მოიმიზეზებს და მაგას არ შეამოწმებს მამა ცოტა სამარცხვინო ისეც არის ასე ღმერთების ესეთი კრეხელური თქვათ აი ესე მომიქცემ კრეხელებს არ ვიცით აქ ესე იგი რახილეს ჩვენ ეს მოქმედება ჩავთვალოთ როგორც დამცირება ამ ღმერთების და უარყოფა თუ უბრალოდ სახლიდან წამოიყვეს და დავტოვოთ რახილი იმ რწმენაში რაც მამამისთან ქონდა აქ ბევრი ასთა სხვადასხვა კომენტარები სხვადასხვანაირად უყურებენ ამ საკითხს მაგრამ ფაქტი ერთია იაკობის ღმერთი ეს ცოცხალი ღმერთია რომელსაც ჩვენ ვეცნობით ჩვენ კითხველები ამას და სწორედ ამას მივდებთ 30-ათე თავი იხსნება სწორედ ერთგვარი რაღაც ცოლ-ქმარ შორის რაღაც უკმეხი ურთიერთობით აკაპასებული ყოველ შემთხვევაში ინტონაცია ასე ჩანს რახილი როგორ ეჩხუბება იაკობს რომ შვილი არ უჩნდება და მოიხსენებათ ეს იმ დროისათვის სამარცხვინო მდგომარეობაში აგდებდა ქალს ხაზგასმულია რომ ღმერთმა საშო ამას დაუხშო უნდა მოხდეს სასწაული და ეს ისტორია ერთგვარად რემინისცენცია ხლავს ამას რისი აი ხსენეთ აბრაამის ისტორია ისააკის ისტორია ანალოგიურია აქ თქვათ იგივე როგორც გითხარით რახილი არ ელოდება თავის დროს წმენისა გამო და რანიცედი ჯიუტად ითხოვს რამენაირად შემცვლელს რათა თანაშვილად დაისვას მოახლის შვილი და თავაზობს იაკობს როგორც გითხარით ასაც აკეთებს სარა აგარის დროს თავაზობს აბრაამს იგივე გააკეთა რახილმა. ნახეთ, ისტორია მეორდება, ცოდვა მეორდება. ამიტომ არის ბიბლია არის სწორედ ცოდვის ლეიტმოტივად, ცოდვა გაძლევს და ღმერთის მუდმივი გამოსყიდვა და ღმერთის ამ ცოდვილ ადამიანს რომ დაყვება ეს ღმერთი და ბოლოს ფინალი არის ახლა ხმაში რომ შემოდივარ და ეს არის ზაიმი, რაღაცა აი სიმფონია ერთგვარი. ჩვენ ესე იგი იაკობს ვერ მოუწონებთ იმ საქციელს, რასაც აკეთებს ეს გაუთავებელი შეჯიბრი ამ ცოლებთან, კონფლიქტი გაუთავებელი, მე ეს იზრდება, იზრდება რა ცოდვა და ცოდვა დაცემული ბუნება მრავლდება, შესაბამისი თქვათ ამას კონფლიქტები მოყვება, რომელიცაც მე გზადაგზა ჩვენ გავეცნობით რა მოხდება მე, როცა იზრდებიან მაწველები და როცა იგი ტოვებს ხარანს, საკმაოდ დიდი მანძილი უნდა გაიაროს, რაცა სამშობლოში დაბრუნოს, სამშობლოში რომელიც აღთქმით არის მიცემულის ქანაანში და აუცილებლად იქ უნდა იყოს, დიდხანს იქ არ შეიძლებოდა გაჩერებით, რომ აღთქმა დადებული არის, გადადის როგორც აბრაამი, ისააკი, იაკობი ახლა და ღმერთი არ მიატოვებს მაგას, ეს დანაპირები ჯერ აბრაამიდან მოდის და ბუნებრივია იაკობიც ამ იმაში ზის, ესეც აღთქმის შვილი არის და ამასთან არის დადებული. როგორ დატოვებდა ღმერთი ამას ლაბანთან
მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ არის ლაბანთან ეს წასულიყო, ის გამრავლებული იყო იქა, რომელსაც უკვე ისტორიაში ამას ისრაელის ერის ჩამოყალიბების ჩასახვის სტადიაში ვართ ჩვენ ახლა, რომ ისახება ეს ორი ქალი, ლია, რახილი თავისი მოსამსახურეებით და სახელებიც არის ჩამოთვლილი მათ. ცნაური სიტუაცია არის. იაკობი ამას არც ებრძვის, თქვათ, არც კამათს მართავს ცოლებთან, ბრმად მორჩილებს ქალების დიქტატს ამ საკითხში, ესე იგი განაყურებ რაც ქვია გამრავლებას და ბრმად ემორჩილება რა, თითქოს აქ ქალები ერთმანეთს ეჯიბრებიან, რახილი, ლია, მე აქეთ შვილი გვერდზე უდგას იას და მანდრაგორას პოულობს და ეს რაღაცა ცოტა ცრურწმენის ისეც დაყვება ამას იმ ეპოქაში ესეც არის გათვალისწინებული და ამ ფონზე ცოცხალ ღმერთთან ურთიერთობა წინა პლანზე წამოწეული და რომელთანაც მხოლოდ და მხოლოდ იაკობი არის რაღაც გარკვეული დოზით და გაგებით. დანარჩენები გაგებაში არ არიან არც შვილები, არც ცოლები, მით უმეტეს ლაბანის გარემო ის არის წარმართული ოჯახის გარემო, ხარანი, თავად ეს ხარანიც ამას მეტყველებს, ის მთელი ოჯახი გაჩერდა, მხოლოდ აბრაამი იყო გამოყოფილი და იმის გამო რომ ქალი ქანაანიდან არ მოეყვანა რომელიმე, სწორედ ამიტომ იყო იგი გაშვებული. მხოლოდ ეს დანიშნულება ქონდა ამას, ღმერთის მითითებას ასრულებს იაკობი, ესავს კიდე წარმართი იმიდანაც მოყავს ქალებს. ღმერთი ამას არ იწონებს. ამ ხრივ იყო იგი გასული ხარანში და მართლაც იგი გამრავლებული ოჯახით, საქონლით, ასეთი ჯალაბობით და ძალიან აურაცხელი სიმდიდრით გამორბის და თუ რატო გამორბის, ესეც კარგად არის აღწერილი, როცა მოკრა იაკობმა ყური, ლაბანის შვილები, როგორ ერთმანეთს ეუბნებიან, როგორ გაგძარცვა იაკობმა და ამას მოკრა თუ არა ყური, იმ წუთში მიხვდა იაკობი რომ უნდა დატოვოს ადგილი. მოეთათბირა ცოლებს, რაც მიაქციეთ ყურადღება და ცოლებმაც იგივე გაიზიარეს. გვერდზე დაუდგა რახილიც, ლიაც, სულ ჯალაბობა და ქურდულად ასე იპარებიან, ესეც უცნაური არის, რაში დაჭირა იაკობს, რომელმაც იცის ღმერთის ხილვა და ისევ ნახეთ ადამიანები მოქმედებებს აქვს ადგილი, როგორც გააკეთეს მან სახში ყოფნის დროს ესავთან ისტორია იცით ალბათ. აქაც იგივე საკეთებს იაკობი. აი რამდენი შეცდომა არის. ერთი აი როცა უჯერებს რახილს, მერე უჯერებს თავის თავს და გამორბის. რასაჭირო იყო როცა ღმერთი შენთან შეგიძლია უთხრა და საყვედური აღარ დაიმსახურებდა ლაბანის მხრიდან. გახსოვთ ალბათ ლაბანი უნება რატო გარბოდით? არა და მამაძაღლია ლაბანი, განამართლა გულწრფელი დამოკიდებულება აქვს ამას. რომ არა თქვათ ხილვა, რომელსაც ღმერთი ეცხადება ლაბანს, უცნაურია ლაბანის რწმენაც, როგორც აი გაიხსენეთ გერარში იგივე გააკეთა აბიმელექიც. გახსოვთ ის ხილვაში ღმერთმა აარიდა ის უბედურებები. იგივე ხდება აქაც. ლაბანი მართლაც მირბის, რომ ამას ტყავი გააძროს. მაგრამ ღმერთი ეცხადა, რომ ამას ხელს ვერ დააკარებ, არც კარგი გაუკეთო, არც ცუდი. ეს ჩემი კაცია. და აი სწორედ ღმერთი აკეთებს ამას. სწორედ ჩვენ რო გავყვებით იაკობს, ამ ისტორიიდან ჩვენ უნდა ავიღოთ რწმენის გაკვეთილები. იაკობის საქციელი რწმენის საქციელად არ გამოდგება. მას რწმენა ღალატობს. არ ჭირდებოდა გაქცევა მას. როცა ღმერთი შენთან არის, ყველა ვარიანტში ის მუდმივად შენთან იქნება. მას შეეძლო პირდაპირ თქვა, არ გაპარულიყო და აღარ დაჭირდებოდა ის გახსო დოლგარმონი და გაგაცილებო, ნუ თანამედროვე იმედი ინსტრუმენტები რო გამოვიყენოთ, ხო? აი ესეთი რადგინო და გაპარვაო. ხედავთ რა კარგი ის არის თითქოს, აი ისევ სასაცილო მდგომარეობაში არის, კომიკური სიტუაციაში არის ღვთის კაცი იაკობი, რომელმაც ღმერთიც იხილა, გარიგებაც მიცა და როგორ ავიწყდება, ხო? ბუნებრივია ჩვენ ცხოვრებაში ვკითხულობ ბიბლიას, ვითომ მორწმუნე ხარ, მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში, როცა პრობლემებს გადააწყდება, კაცი ღმერთი აღარ ახსოვს და მოქმედებს თავისი ადამიანური კატეგორიებით. სწორედ ეს ამუშავდა იაკობშიც და იაკობიც აი როცა უყურებთ გვეღიმება ჩვენ და ჩვენ არ ამატო იაკობს ვიხილავთ აქ, ასევე ჩვენი მდგომარეობაც. წმენა ისეთი რამეა, მუდმივად უნდა დარჩეს კაცი და არა ისე მანდამაინც როცა თქვათ რაღაცა გიჭერს. ახლა გამრავლება საქონლისა პირდაპირ წერია, რომ ღმერთი ჩაერია ამ საქმეში. აი პირდაპირ წერია, თორე ახლა ეს გენეტიკა და ეს ისენი ახლა მან რასაც ის აკეთებს, ააჭრელა ჯოხევით, ახურდებოდა, ეს ცოტა ფანტაზიაც არის. კაცმა არის ის კიდე მან რა მოხდა, როგორ იყო, რომ არა ის მუხლი, სადაც პირდაპირ განცხადებული ღმერთმა გააკეთა ეს. და ჩემთვის პირადად ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის რამოდენიმე დავესესხები თეოლოგსაც ზუსტად იგივეს იძახიან. არც ერთი ინტერპრეტაცია მისაღები არ არის გარდა იმისა, რომ ღმერთს ყველაფერი შეუძლია და ღმერთმა გააკეთა ეს. და აღარ არის თავის მტრევა საჭირო როგორ რანაირად ტყუილია ცრურწმენა ეს. არა ღმერთი უშუალოდ ჩაერია და გაგამდიდრებ უთხრა და გამდიდრა. გალუკილი კაცი წავიდა მამაძაღლ კაცთან. არ კაცთან გამდიდრები ღმერთის დამსახურება არ იქნება. მამაძაღლი ბიძა, რომელმაც არც სიყვარული აქვს, არაფერი არ აქვს, რამენაირად ფაქტურად მოჯამაგირედ დაიყენა, შეტენა ეს ქალები, თან კიდე არც უნდა რომ წავიდეს. და თან კიდე არასწორი გაგება. 9-ჯერ თუ 10-ჯერ დაარღვია ხელშეკრულება ლაბანმა. რომ არა ღმერთის ჩარევა, მან იაკობს ტყავი გაძვრებოდა. ასევე როცა სახლიდან გარბის და აქ გამოქცევაში ესე იგი. ისევ ღმერთს გაურბის და რაც ნიშნავს ღმერთს გაურბის. რწმენა ღალატოს მას და თავის ადამიანური ძალების იმედი აქვს და გამორბის. და მერე არის რომ და ჩაფიქრდება. მერე ამ შეცდომას კიდე იმეორებს იაკობი, როდესაც ესავს ხდება.
და მაგ ისტორიასაც მანამდე 38 თავი არის საინტერესო. იცით რომ ერთი ქალიშვილი შეეძინა ლიას, 6 ვაჟიშვილი და მერე დინა და ამ ქალთანაც ურთიერთობაში მთელი ტრაგედიაც დატრიალდება შემდეგ თავებში. და აქ ამ მოვლენასაც იაკობი მიაქციეთ ყურადღება როგორ ხვდება. ესე იგი იბრძვის იაკობი და იაკობი კარგი ილუსტრაცია ჩვენაერი პიროვნებისათვის, რომლებსაც ცით როგორი დამოკიდებულება ღმერთთან. ღმერთი კი წამს, მაგრამ იცი რა არის, სად დაველოდო მე იმას და მოდი ჩემი ძალებითაც რაღაცა გავაკეთო. მაგრამ საქმეზე უკვე ხვდებით რომ ღმერთი არის აქტიური და ჩვენ კიდე გვცხვენია ამ საქციელისა და ბოლოს იაკობს უნათდება თავი სადღაც 157 წლის ასაკში. მასე დაასრულა მან სიცოცხლე, თქვენ იცით რომ 77 წელი ოჯახში იზრდებოდა, 20 წელი ლაბანთან გაატარა, შემდეგ 33 წელი ისევ ქანაანში ცხოვრობს და 17 წელი, ბოლო 17 წელი ეგვიპტეში. და მიაქციეთ ყურადღება, როგორც იქნა საშო გაეხსნა რახილს და იმის მერე, როცა უკვე მან შეცდომა დაუშვა და იმეურებს წინაპრის, დიდი წინაპრის შეცდომას გადმოცემით ეგიცოდა და ღმერთთან მაგას არანაირი დამოკიდებულება არ აქვს, თორე ამას არ ჩაიდენდა, აი რაც გააკეთა კერძოდ მის უშვილობას, ესე იგი ჯერ იაკობს აბრალებს და მე ამის გამოსწორებას აპირებს ირიბი გზით, მოსამსახურე ტრადიციის გათვალისწინებით, მაშინ ტრადიციაში ეს მიღებული იყო და ტრადიცია აქაც დაგმობილი არის, ხო, როცა ღმერთი გწამს ტრადიცია ერაშვაშია. ეს არ ამართლებს. სასაცილოა რომ ყოველი ამის მერე მოხდა და აკვირდით შვილიერება მისი და საშოს გახსნა და იბადება იოსები, მიაქციეთ ყურადღება ეს იოსები, რომელსაც მერე უკვე ერთ-ერთი საინტერესო პიროვნება არის, ერთადერთი მე ვიტყოდი, უკვე შემდეგ თავებიდან 37 თავიდან რო გავყვებით მას და ეს ის მაწვილია, რომელსაც მე ეგვიპტეში გავყვებით ჩვენ და იქ მე შეყვება ესა და იქ წარმოიშვება ისრაელის ერი, როგორც უკვე აი მთელი ნაცია. აი ამიტომ დავიმახსოვროთ ეს სახელიც იოსებიც, დიდი როლი აქვს ამას და სცენაზე ეს გამოვა, როგორც ასეთი ამის ისტორიას გავყვებით მე 37 თავიდან. ესე იგი იბადება იოსები და სახელიც იოსებიც ნახეთ, აი რახილი თითქოს იცით რა არის ამ სახელში და რაღაც ინფორმაცია ამ ღმერთის შესახებ აქვს. მათ ლიას მაგალითად, ლია ხო განვიხილეთ წარსულში როგორი პიროვნების რწმენის განვითარების ფაზები ასახული მის შვილების სახელებში. ეს ახსოვთ ალბათ და გამეორების თვალსაზრისით კიდე შეგვიძლია გავიმეოროთ ჩვენ. და ამათ პიროვნებებს მე როცა განსახლდებიან ქანაანში, ის უნავინი რომ მიუძღვება უკვე ქანაანში, მიწების განაწილება რო ხდება, დიდი მნიშვნელობა ექნება ამ 12 შტო რო ყალიბდება ეკა, ვინსად დასახლდა. ლაპარაკი იყო გადი, ზაბულონი, ნეფთალი. ამას ჩვენ მე გავეცნობით და საინტერესოა. უნდა დავიმახსოვროთ ესენი აქიდანვე და მიტომ გითხარით ეს გასაღებია მეთქი მთელი ახალი აღთქმის, განსაკუთრებით ისტორიული ახალი აღთქმა იგულისხმება და თუ ეს კარგად ვიცით ჩვენ, უკვე ძალიან გაგვიადლდება წინასწარმეტყველები რაზე ლაპარაკობენ, რა ეპოქაა ეს. და თუ ეს ისე მივაფუჩეჩეთ კითხვის პროცესში და დავიწყეთ ეს სახელები პარალელების მეშვეობით მაინც უნდა დაუბრუნდეთ და საბოლოო ჯამში ჩვენში თუ არ მოხდა ჩვენი რწმენის გაზრდა არაფრის მომცემი არ არის. ეს ხომ არ არის თქვათ ბიზია თომას ქოხი ან რომელიმე მხატვრული ნაწარმოები, რომელსაც წაიგითხავ მოყვები და არაფერი. ამან თუ არ აყოფი არ გამოიღო ჩვენში, ამ კუთხით თუ არ ვიმუშავეთ, აზრი არ აქვს ამის კითხვას. ამიტომ მე რწმენაში მაქვს ის რომ ეს არ არის ლიტერატურა წმინდა წყლის, ესე იგი შემოქმედებითი ლიტერატურა ადამიანის ფანტაზიის ნაყოფი, არამედ ეს არის ღვთის წიგნი. და ღვთის წიგნს ძალა აქვს კითხვის პროცესში, თუ მე განმსჭვალები რწმენით და რუდონებით. და იაკობის ისტორია იმიტომ არის შესასწავლი, რომ იაკობი ვერ დაიტრაბახებს თავისი ზნეობით. აი შეცდომაზე უშვებს, შიშის გამო გარბის სახლიდან, შიშით გარბის ლაბანიდან, წამოეწევა თითქოს ღმერთი და შეარცხვენს. როგორც ერთ შემთხვევაში, რომ გაურბის ესავს და თუ ღმერთი ხო დადებული გაგახდა, რას გარბი ხარ? ფაქტურად სახლიდან ეგ არ უნდა გაქცეულიყო. მიაქციეთ ყურადღება, ესე იგი ეს იშლება ისტორია და ჩვენ როცა ვკითხულობთ ამას, გაკვეთილი ისეთ უნდა ავიღოთ, რომ მსგავს სიტუაციაში როცა მორწმუნე ხარ, თუ აღმოჩნდები, ადამიანური კატეგორიები არ უნდა იხმწვანელო. მორწმუნე მის მორწმუნეა, რომ ღმერთი ჩაერევა. როგორც ჩაერია, დააკვირდეთ, რა პირობა დაიდო კიდე. არ უშვებს ეს კაცი, ლაბანი და პირობა ისეთია დადებული, რომ ისევ უნდა ეს მოაქციოს იმ მარწუხებში, რომ რაღაცნაირად კიდე დაიქვემდებაროს და ამუშაოს. კიდე გარიგებას აქვს ადგილი ამ საქონლის გამრავლებასთან დაკავშირებით. თუ რომელიმე ჭრელი აღარ იქნება, ჩათვალე რომ ეს მოპარულია ჩემიო. და დააკვირდით, მე რა ხერხით აკეთებს ამას, რომელიც იმდენად უცნაური ადგილი ეს, რომ ამას რო ისე ჩვეულებრივად გავყოთ, ზღაპარი გარანტირებულია. მაგრამ როგორც გითხარით, ღმერთით ხდება ესა და ღმერთი ერევა იქ, სადაც ადამიანის შეცდომებს უშვებს. პირველ ეტაპზე, სამყაროს შექმნის პირველ ეტაპზე დამოკიდებულება ღმერთსა და ადამიანს შორის ასეთი იყო. ხო გახსოვთ დისპენსაცია რო გითხარით მე თქვენ. დღეს მაინც 21 საუკუნეში მოყოლებული ქრისტეს მერე მსგავსი რაღაც აღარ არის, აღარც გამოცხადებები და დახურული ეგ.
ამიტომ ბევრი შარლატანებით შემოვიდნენ მერე და ბევრი სექტები გაჩნდა და ბევრს ტვინი ამოხდეს. მაგრამ ბიბლია მასწავლის იმას, რომ აი ეს უკვე ტყუილი არის და ჩვენ უნდა შევამოწმოთ ესა თუ ის შარლატანი და სექტანტი ბიბლიასთან მიმართებაში. და ბიბლია არის ჭეშმარიტად მოწოდებული ღმერთის განცხადებული აქსიომები, რომელიც რწმენისთვის ჩვენ გვადგება. და იაკობის ისტორია იმიტომ არის საინტერესო, რომ თქვენ თავს თუ შეადარებთ, ჯერ ხო იაკობს ვეცნობით, მე ისრაელი შემოვა როგორც ისრაელი და მთელი ერის ისრაელის სახელი დღესაც. და იაკობი კიდე მოგეხსენებათ ცბიერი კაცის სინონიმი არის, ვინც მეორე ადამიანს ფეხს დაუდევს, მატყუარა, მამაძაღლი, ადამიანური კატეგორიით რო ხელმძღვანელობს, ყოველთვის თავის იმედი რო აქვს, წმენა აქვს თავისი შესაძლებლობისა და უფრო მეტი ცბიერებისა და ღრიკებისა, მაგრამ უცნაურია მასზე ვარესი შეხვდა ლაბანი. ლაბანი უფრო მამაძაღლი არის და სწორედ ღმერთო რომ არ ჩაარეულიყო, იაკობი დაიჩაგრებოდა. და დააკვირდა ღმერთის ჩარევის შედეგად ლაბანს თავისი ადგილი მიუჩინეს, ლაბანთან გამდიდრებული იაკობი მოდის და მართლაც აი ესეთი ტანჯვა წამებაში ყოფი, აი კატორღაში ფაქტურად ყოფი, ამავე დროს გახარებულია იმით, რომ ისავიც კი ვეღარ იცნობს ისი არის, აი თითქოს ლაშქარია, წერია გაკვირთ აქლემები, სახედრები, მსხვილფახა ცხოველები, ეს თავის დროის სიმდიდრეა. მოკლედ იაკობი მდიდარი კაცი არის. მეჯოგია, ის არ არის თქვა რომელიმე ფილოსოფოსი ან ხელოვნებაცოდნე. მეჯოგი კაცია ის, ხო, არც სკოლა აქვს დამთავრებული, განათლება ნული აქვს. ეს არის კაცი, რომელიც ოჯახიდან გაიქცა და 20 წლიანი დღევანდელი ტერმინით მოჯამაგია და ბიძას დაუდგა და ღმერთის მადლით და კურთხევით როგორ გამდიდრებული მოდის, როგორც შვილიერების მხრივ, ასევე საქონლების მხრივ. აი ეს უკვე ჩვენ რწმენას გვაძლევს, რომ ღმერთი თუ არა ღმერთი, ის პირობა მიცემული ა ブラ ამთან, მე ისააკთან, მე იაკობიც რო ეცნება გზა და გზამას და მაინც მიუხედავად ამისა, შეცდომას უშვებს ერთ ხელ მეორედ, მე კიდე აი დინას ისტორიას რო წავიკითხავთ, მე კიდე დაუშვებს შეცდომას სიბერის ჟამს, უკვე რო 100 წელს გადაცდება იქით 110 წლისა და 120 წლის საკში. მას ისეთი რაღაცეები შემოეპარება გულჩილობა, რომ შულები ატყუებენ. ყველაზე მწარე გაკვეთილებს შულებიდან აიღებს ის. აი ისეთი რამეს გაუკეთებს შულები, რომ რა ვიცი, რო კითხულობთ რაღაცნაირად განიმსჭვალებით იმით, რომ რა უბედურებაში ჩავარდა ის, იმიტომ რომ მან ერთგვარად გაიმეორა, ნუ ახლა ა ブラ ამს თუ შევადარებთ, ა ブラ ამსაც ეგ საშროება ღმერთმა აცილა, იმიტომ რომ შეყვარებული იყო იზმაილზე. თუმცა იზმაილი დაწუნებული კაცი იყო, ამ თვალსაზრისით ეს არ იყო მემკვიდრე არ იყო ის, რაც აღთქმის შვილი არ იყო ის. ის იყო შვილი, მაგრამ არა აღთქმის. და ბუნებრივიც არის, როცა ვკითხულობთ, რატომ არ იყო ეს. ა ブラ ამი ამაზე შეყვარებული იყო და დარჩა თითქოს. გადის 13 წელი, იზმაილი 13 წელს და იბადება ისააკი. და აი ეს ერთგვარად დამაფიქრებელია ის, რომ აი რწმენამ სადუღალატა ა ブラ ამს. ესე იგი, სიყვარული გადმოდის ისააკზე. ისააკის სიყვარული ისე შეიძლება შესულიყო ა ブラ ამში, რომ ამ სიყვარულს ელოდება კიდე გამოცდა, რასაც 22 თავში ჩვენ რო გავეცანით. ანალოგიურში ვარდება იაკობი. იაკობი ამდენი შვილების პატრონი იოსებზე იღებს ორიენტაციას. ეს იმდენად უკვე დაიახლოვა ამას, ესეც კარვის კაცად გვევლინება მერე, რომ აი ამას კონფლიქტი შემოაქვს ოჯახში. აი აქ საფუძველი ეყრება ლაბანთან ყველაფერი ამას, ამ იაკობის ისტორია, ოჯახის ისტორია და ჩვენ ეს კარგად უნდა ვიცოდეთ, რამე თუ მთელი ამ წიგნის ბოლოში კიდე ერთხელ რო გადავხედოთ აი ამ გმირებს, რომელიც 430 წელია ვეღარ შევხვდებით. ესენი გარდაიცვლებიან და ამათი შთამომავლობა უკვე აგრძელებს. და ესენი არიან სათავეში მდგომი პირები, აი ამ 12 ტომის ისრაელი რო ქვია. ამ მხრივ არის ეს საინტერესო და აქტრიელებს ღმერთი უკვე აღარ შორდება, აღარებს წარღვნა აღარ არის საჭირო, რომ ხელახლა ახალ ადამიანთან დადოსის. არა, უკვე დამთავრებულია ეს ამბავი, დაიდო ხელშეკრულება, დაიდო აღთქმა ისრაელერთან, ვიდრე ქრისტემდე. და როცა ქრისტე მოდის, აღთქმა როგორც ასეთი უქმდება, როგორც ერთთან დადებული აღთქმა და შემოდის უკვე უკუთვნილება ყველა იმ ადამიანისა, ვინც ქრისტიანი არის. უკვე გულში და ტვინში, ვინც ქრისტეს იწამებს. ეს არის ძალიან ოპტიმისტური, ამიტომ არის სახარება ბიბლია ყველასთვის და ეს არის ნაციონალური წიგნი. ვისაც გონია რომ ეს არის ებრაელი ერის წიგნი, ის კიდე ბურანში იმყოფება რა, მილად რომ თქვა. ამიტომ არის ჩემთვის ეს ვიდრე ებრაელისთვის. ებრაელი არ წაიკითხავს ახალ აღთქმას, მარტო მოსეს 5 წიგნი აქვს იქ და რაღაც რიტუალებში ზის დღესაც და ადგილიდან არ იძuris არაფერი. და ავიწყდებათ ღმერთი როგორ მუშაობს გამიგეთ. ეს ჩვენთვის წარმართია ადამიანებისთვის, წარმართია ყველა ის ვინც ქრისტეს არ აღიარებს, იმიტომ რომ ყველა იმყოფება ქრისტემდე წარმართულ ნაციონალურ რელიგიაში და ქრისტემ საერთოდ ფარდაახადა ყველაფერი ამას, დაანგრია ყველაფერი თვით ისრაელის აი ეს აღთქმები მე დადებული გაუქმდა, იმიტომ რომ მოვიდა ის რა აღთქმაც დაიდო კაცობრიობას რო დაუდო ამ ისრაელი ერის სახით და ერთი კაცი იყო ამის სათავეში ა ブラ ამი შესრულდა ქრისტეში. და უფრო შორს წავთ ადამთან. ადამთან დაიდო ედემის ბაღში, ადამთან დადებული აღთქმა იესოში სრულდება. ამიტომ არის იესო რეზაღს ასრულდა. რა ასრულდა?
კაცობრიობას რო დაუდო აღთქმა და ამ ხალხის მეშვეობით. და ასე შემოვიდა ჩვენშიდაც და იესო უკვე ჩვენი კუთვნილებაა. ეს არ არის ებრაელი ერის კუთვნილება, ეს არ არის რომელიმე ერის ნაციონალური ჩარჩოებში რო გამოიკეტოს ან ქართველის საკუთრება ან ამერიკელის, არა. იესო არის ის უფალი ღმერთი, ცოცხალი ღმერთი, რომელიც ყველასთვის არის ეს და სავალდებულო არის. თუმცა კარგი ქრისტიანული რწმენა. ეს არის ნაციონალური ღმერთი. მუსულმანებს ნაციონალური ღმერთი ყავთ. ისევე როგორც ლაბანს ყავდა ნაციონალური ღმერთი და თქვა ნახორის ღმერთი და შენი ღმერთი, აბრაამის ღმერთი. იმდენად უტვინო იყო. რატომ იყო ცით უტვინო? რატო ღმერთი გამოეცხადა თავისი ღმერთი ეცხადებოდა მას. არის არ ეცხადებოდა ეს ღმერთი. რწმენა კი ქონდა, თქვა ფარაონს ქონდა რწმენა ამისი. მე ვნახავთ მოსესთან. ასე გერარში ჩასულს იმასაც გამოეცხადა. ასევე ნაბუქოდონოსორს შენი ღმერთი ხო არ გეცხადება? ესე იგი გეცხადება ღმერთი აბრაამისა, ისააკისა, იაკობისა. იმის მაგერად თუ ეს იწამოს, მაინც რჩება იმაში რომ ნახორის ღმერთი და აბრაამის ღმერთი. აი ეგ არის სასაცილო. ასე რომ ლაბანი ამ შიშით ღმერთი რომ მას გადაწყვეტილი აქვს დაიბრუნოს ქონება, წაართვას და მერე შეატრიალებს ამას ღმერთი მოუბრუნებს ამას და შეშინებულ იაკობს რომ წამოეწევა ახლა და დაედევნება და დაეწევა მას. იდება ხელშეკრულება, როგორც გახსოვთ, დაიდო ხელშეკრულება აბრაამთან და გერათ. ასევე იდება ხელშეკრულება და შესაბამისი სახელები გალაადი რო ქვია, ქართულში ებრაული ის არის ყარა, გალაათი, ხო, უფრო კარგად რო გამოითქვას ეს და თავისი ინფორმაციაც აქვს ამას. ესეთი ის არის. მე ამ თავს ჩვენ შევხვდებით, მერე და მერე რო შევალთ უკვე ისტორიულ ფონზე რო გაიშლება ეს ისა. ამ ისტორიულ არეალში ვიტრიალებთ ჩვენ მერე და საინტერესო წიგნად იქცევა უკვე ეს ბიბლია და არა ისე, თქვათ, მშრალი წასაკითხით. შეიძლება პირველ ეტაპზე წაიკითხოთ ეს და არაფრის მომცემი არ იყო. იაკობის დამოკიდებულება ღმერთთან, რატო გარბის, მერე მიაქცია თუ არა ყურადღება აი ამ ადგილს, სადაც ღმერთი ეცხადება, რას ეუბნება და რა ჭკუის სასწავლებელია ჩვენთვის. ჩვენთვისაც ესეთი ჭკუის სასწავლებელია ნებისმიერ სიტუაციაში მორწმუნე ვარდება ანალოგიურ სიტუაციებში და არავინ არ ათქვას, რომ ცხოვრება ისე გაიაროს, რომ რაღაცა არ შეემთხვას. ხათ მაგალითად რაღაც ისეთი სიტუაციაში აღმოჩნდით, რომ თქვენ უკვე არ ელოდებით თქვენი რწმენის რაღაცა იმ ავტორს და მოქმედებთ თქვენებური იმით ასწრებთ მაგას და წამოგეწევათ გზადაგზეს და მე შემოერტყავთ თავში ხელს აი ახლა გამელოდა და ნახეთ რა იქნებოდა. აი იაკობი მე ამას ჩაუფიქრდება და წარდგება უკვე ფარაონთან. ამიტომ არის იგი რწმენის კაცი და ჩამოყალიბდა იგი ისრაელად სახელი შეეცვალა. აი სახელი რომელიც ცვერების მამაძაღლობის და ადამიანური ძალის იმას ატარებს, რომ ადამიანი რო თავის იმედი რო აქვს. ესე იგი რწმენა ადამიანის შესაძლებლობების შესახებ. ესეთი ის აქვს ხო დღეს ჰუმანიტარულ საზოგადოებას და ჩვენ ლიბერალურ ეპოქაში ვიმყოფებით და ასეთი რწმენა ადამიანის შესახებ ისტორიას არ ახსოვს. დღეს ყველაფერი ადამიანზე დაიყვანება, რომ ადამიანი ყოვლის შემძლეა, ილუზიაში შეიყვანა ეს ადამიანი ტექნიკამაც და საერთოდ ღმერთის ფუნქცია და ადგილი აღარ დარჩა. რაში გჭირდება ღმერთი, როცა თვითმფრინავით მიდიხარ, მოდიხარ და ისმის კითხვა, რაში გჭირდება ღმერთი და ერთადერთი ადგილია გამოყოფილი ღმერთისთვის, ეს არის ეკლესია, შენობა, სადაც შეყაყალდება კვირაობით ხალხი, ანუ ზოგჯერ ყოველდღე და ლოცულობენ. ისე ცხოვრებაში ვერ ხედავენ მის მონაწილეობას. მარტო შევლენ, იქ რაღაცა პუტუნს მოისმენენ, თუ ეს არის მართლმადიდებლობა, კათოლიციზმი, შეასრულებენ ამ რიტუალს, რაც უკავშირდება ქორწინებას, გარდაცვალებას, რაღაცა უგზოუკლოდ პუტუნს, მაგრამ ცხოვრებაში ღმერთის ხეს ვერან ვერ ხედავს. აი იაკობი, ნახეთ ცხოვრებაში როგორ ერევა ღმერთი. ამიტომ ჩვენ ეს უნდა ვიცოდეთ, ნებისმიერ დროს ცხოვრებაში თუ რწმენა გაქვთ თქვენ, ყოველთვის უნდა იხელმძღვანოთ ღმერთის რწმენით. და არ უნდა ერთადერთი ადგილი გამოვყოთ ღმერთისთვის და შესაბამისი განწყობით ფორმით მივიდეთ იქა და მორწმუნის მანტია მოვისხათ. არა, მორწმუნე ხართ ნებისმიერ ადგილზე, ნებისმიერ სიტუაციაში, მაგიდას და როზი ხართ, ჭამთ, თამაშობთ, მირბი ხართ, მორბი ხართ, სამსახურში ხართ, ღმერთია მორწმუნე ხართ. და არა მარტო ეკლესიაში რო შევა. ამიტომ რწმენა მოწმდება ცხოვრებაში. აი იაკობმა ეს გაკვეთილები მიიღო მე და შესაბამისად მეც რო ვსწავლობ პირადად მე მაგ ადგილებს, აი მაფიქრებს მე, გამეღიმება იმ ადგილს რომ იყო გარბის იაკობი და უცებ ღმერთი დაელაპარა, სად გარბი ხარ? ღმერთმა კი არ უთხრა გაიქეციო. ღმერთს არ უთქვია მაგალითად სახლიდან გაიქეცი, მაგრამ ლაბანთან რო არ უხარა შეუნება ეს დატოვე ეს ადგილი და რომ ღმერთი არ გამოცხადებულიყო სიტყვაზე ვიძახი იაკობს, შეიძლება ეგ დარჩენილიყო ლაბანთან და თუ გამოიქცეოდა მხოლოდ იმიტომ რომ ლაბანთან საშროება იყო როგორც წამგლეჭ წამტყავებული პიროვნებისა და არა ის რომ იცით რწმენისა გამო მორბის. აბრაამი რწმენისა გამო გამოდის, ხო ღმერთს გამოყავს. ასევე გააკეთა ახლა იაკობს ეროვნე, ერიხა დიდხანს ახარაკა და დრო ახლა აიბარგო.
რომ აქ შვილები იზრდება, არაფერი კარგი შვილებზე არ გადაწარმართი არის ეს ლაბანი და შეიძლება ყველა გათახსირებული იყო. ამიტომ საჭიროა შესაბამისი გარემო, იმიტომ რომ ამას სხვა ის აქვს მიმართება ღმერთთან. აღთქმა ამაზე გადავიდა ისააკის მერე და ასე მიყვებით ჩვენ ამ პატრიარქს, რომელიც ძალიან ისეთი დატანჯული ცხოვრების ისტორია არის, ვიდრე ვთქვათ ისააკისა და ვიდრე აბრაამის. აბრაამიც რო შევადარებთ ამას, ისეთი მრავალრიცხოვანი აბრაამი არ არის, ერთი ისააკის ისტორია ამან და გაცმო იზმაელის ცოტა ხანი ვეცნობით და მიდის სცენიდან. აი იაკობის ოჯახს ეხლა შვილები შემოდის, პირველი შვილი მაინც იმდენ სისულელეს ჩაიდენს, ენახავთ დარტყმაზე მიიღებს და რასაც დათევს კაცი, იმას იმკის ეს ბიბლიური ჭეშმარიტება იაკობის თავზე სრულიად ასრულდება, რო იცოდეთ, გამიგეთ. აი ეს არის ეგ ადგილები, სხვა ნიუანსები, თუ თქვენ რაიმეზე გაამახვილეთ ყურადღებას, დიდად დამავალეთ თუ არა და შეიძლება ჩვენ ამით შემოვიფარგლოთ 30-31 თავი და დავემშვიდობოთ ლაბანს ჩვენ აღარ შევხვდებით და გამოყვებით იაკობს 32 თავი უკვე შემდგომი ისტორიაა იაკობის ამ მრავალრიცხოვანი ოჯახისა და მერე მისი შეხვედრა ესა ერთ-ერთი ლამაზი სურათი აქაც იაკობი მოიკოჭლებს რწმენაში და მუდმივად კოჭლობს ეს და რა უცნაურია ხომ ღმერთთან შერკინების შედეგად ის რო დაკოჭლდება მუდმივი დახსატარებს ეს რომ ღმერთთან მუდმივად ეს პიროვნება რწმენაში კოჭლობს და სიმბოლურადაც ბარწაყი მას როგორ ისააქვს ხომ ეს გაკვეთილი კარგად შეითავისა იაკობა და შესაბამისად ჩვენც ამიტომ არის ეს ბიბლიაში მოთავსებული ან პატრიარქების ისტორია რომ რწმენასთან როგორი დამოკიდებულება აქვს აბრაამს ისააკს იაკობს მერე როცა გადავდივართ 37 თავიდან მისი შვილი იოსები და ასე მთავრდება ეს წიგნი ძალიან ისეთი სევდის მომგვრევლია ფინალი იაკობის გარდაცვალება და აქ ჩვენ ვემშვიდობებით 430 წელი ძალიან დიდი დროა ხო 430 წელი აღარაფერი აღარ ისმის ღმერთი აღარავის არ ეცხადება ეგვიპტეში მივატოვებთ ამას და იხსნება კარები გამოსვლა მოსეს დაბადება და ისტორია თუ ჩვენ გულისყურით წავიკითხოთ საინტერესოდ გავხდით ჩვენ რომ რაღაცა მოვიგოთ ხო პრაქტიკაში თუ არ ამუშავდა ეს ხო გითხარით რაციონალურად ეს არაფრის მომცემი იქნება თქვათ აი პრაქტიკაში რომელიმე თქვენთაგანს ახლა აქვს პრობლემა და არ არსებობს ადამიანი პრობლემა არ ქონდეს. აი აქ შეამოწმეთ თქვენი რწმენა და გაიხსენეთ იაკობი. გოიძახის სიტყვით ყველა რომ მე მწამს ღმერთის როგორც ყოვლის შემძლის პიროვნებისა, ყველგან არსებულისა, მოყვარული არსებისა, ბრძენისა და უფლისა თითოეულ ჩვენთაგანისა. ამიტომ აი აქედან რაც ჩანასახში რო ჩანს შესაქმეს წიგნში იესო ქრისტეს თანდათანობითი აი ეს რწმენა რომელიც თეოფანიის სახით არის ძველ აღთქმაში უკვე განსხეულებული არის განხორციელებული ახალ აღთქმაში და სულიწმიდის მეშვეობით ყველა ჩვენთაგანში. ვინც ამას იწამებს. ამიტომ არასოდეს არ უნდა შეგვეშინდოს არაფრის. ემოცია დავიტოვოთ, მაგრამ ის რომ იცი, ვაიმე ეს იქნება, ომი დაიწყება, ისინი შემოვარდებიან, ვაიმე სამსახურს დავკარგავთ, ვაიმე ავათავართ, ვაიმე იციგონი მოვკვდები. ეს თუ შემოგიტევთ, ჩვენ წმენა რა გვაქვს, იმიტომ რომ სიკვდილი არ არის ღმერთთან დაშორება. მორწმუნისათვის სიკვდილი ღმერთთან დაშორება კი არ არის, ღმერთთან მიახლოება არის. პავლეც აიხსენეთ, რომ ერთი სული აქვს, რომ რაც შეიძლება მალე გადავიდეს. ამიტომ ეს ჩვენ უნდა გვახარებდეს და დარჩენილი სიცოცხლე გავატაროთ ადამიანურ დონეზე, შვიდად, წყნარად, სიყვარულში და დავტკბეთ ამ თუნდაც აი ცოდვად დაცემული სამყაროთი, რომელიც იმდენად ლამაზია, რომ მაინც ხიბლი აქვს ამას. და რო წარმოიდგენთ იმას, რომ ჩვენი დღეს ეს ყველაფერი შეიცვლება უკეთესობისკენ და ამავე დროს ის სხეული, რომელიც აგრეთვე ჩვენ შეჭიროებაში ვამყოფებს მუდმივად აი ესეც რომ განდიდება. აგრეგატ რო გვაწუხებს ჩვენი გარეგნობა, ეს იქნება რაღაცა ჩვენი ენტროპიის გამო. ეს მე მგონი აღარ არის ესეთი წმენის კაცს ეს აღარ ატარდებს. იმიტომ რომ იცით რომ ამას ეთხოვებით იმისათვის რომ უკეთესი უნდა მოვიდეს. და არავინ არ მისტირის ფულიანი კაცი ძველ ტანსაცმელს. იმიტომ რომ იცის რომ დაიხევა, აგრე ფულის მეშვეობით იყიდის მას. ჩვენ უფასოდ უსასყიდლოდ შევიძენთ იმ სხეულს, რომელიც არასოდეს არც დაბერდება და არ დაჭდება თან ლამას. და არც ის შეგვაწუხებს ჩვენ გამხდარები ვართ თუ სუქნები ვართ. და ამიჯერეთ ეს არის წმენა და თუ ეს ყველა ვლაპარაკობ ახლა მე და ემა შემოწმდება ჩემ ცხოვრებაში ყოველ შემთხვევაში ეს წმენა შემოწმდება. ეს არ არის ახლა ეს რაციოზე დამყარებული და ან თქვა რაღაცა სამსახურებრივი მოვალეობა მალაპარაკებს და რომელიღაცა ორგანიზაციის რაღაცა წესების გამომტანი ვიყო და თქვენ შემომტანი. არა, ეს პირდაპირ ჩემი თავისუფალი ის არის ეს ურთიერთობა ბიბლიის მეშვეობით ღმერთთან. მე არა ვარ დამოკიდებული და დავალებული არც ერთ ორგანიზაციაზე. და კაცი რომელიც ორგანიზაციას ეკუთვნის ის ძალიან შეჭირებული მდგომარეობაში. ეგ და აგინდა სხვისი ისე უნდა შეასრულო.
და შენ აზროვნებითაც ვერ იაზროვნებ თავისუფლად. ვერ იტყვი რაღაც იმებს, აი რაც ინსტრუქციებია დადებული და დაქირავებული ხარ და ხელფას ვინც გიხდის, აი ეს უნდა შეასრულო. და ეს შეჭირებას წარმოშობს თქვენ რო იცოდეთ გამიგეთ. ახლა სიყვარულით რო აკეთებ ამას და ფანტაზიებით ან თქვათ ილუზიაში ხარ არიან ადამიანები, ილუზიაში არიან. გასაგებია ხო და ახლა როცა უკვე ეს იცი რომ რაღაცა ეს არც გიჯერა არც წამს და სამსახურებრივი მოვალეობის გამო რა ვქნა საწავი და სხვა აკეთებ ეს ნიღაბი გჭირდება რომ ითამაშო შენ ითამაშო მოძღვრის როლი ითამაშო მღვდლის როლი გარკვეული კატეგორია არ თამაშობს მაგრამ თუ არ თამაშობს იმდენად გამოჭუკებულია რომ რაღა ხა სულელი კაცის მოსვენა და რაღა რომელიღაცა მღვდელისა იმდენ სისულელებს იცახიან ხო და მეორენი უფრო დახვეწილები არიან და გვანან იმ იაკობს რომელსაც განსხვავება ისაა რომ სახელი იაკობი ცბიერი კაცი რომელსაც ღმერთი არ ეცხადება და არც იციან ხო აი ესეთი მღვდლები ბევრია ამათ მოეკითხებოდ ჩემო კარგებო იმიტომ რომ ღმერთი იაკობს ეცხადებოდა მიაქციეთ ყურადღება ეცხადებოდა რამდენ შეცდომებს უშვებს დღეს არავის არ ეცხადება და რადგანაც ყველას შეგენება აქვს ის რომ არავინ არ ცდება ყველა სწორს აკეთებს ყველა სწორად ლაპარაკობს განსაკუთრებით ის ხალხი საერთოდ ბიბლიას რო არ ცნობენ იმიტომ რომ ერთადერთი სწორი წარმოდგენა ღმერთზე ახლა მხოლოდ ბიბლიის მეშვეობით არის არანაირი სხვა წიგნით ერთ-ერთი კი არა ერთადერთი სწორი წარმოდგენა ცოცხალ ღმერთზე გვაძლევს ჩვენ ბიბლია რომელიც ყველა ენაზე არის და მათ რიცხვში ქართულ ენაზეც სხვა წიგნები არ გვაძლევს სწორ წარმოდგენას სხვა წიგნები გვესაუბრება ღმერთზე ფილოსოფოსები მამები ქრისტიანი სექტანტები კომენტატორები თეოლოგები ეგენ ველაპარაკებიან ღმერთზე მაგრამ სწორ წარმოდგენას ეგენი არ გვაძლევენ სწორი წარმოდგენა არის ბიბლიაში და მოდით ამ ჩვენი სწორი წარმოდგენა რომ შეგვექნას ბიბლია კარგად უნდა შევისწავლოთ და მე ამ სწორი წარმოდგენით თქვენ გამაგრდებით წმენაში და ცხოვრებაში. აი ეს არის დღევანდელი ჩემი საუბარი ამ თემაზე იაკობი. ჩემთვის ძალიან საინტერესო პიროვნებაა იაკობი. გისურვებთ რომ თქვენთვისაც მეტად საინტერესო პიროვნება ყოფილიყოს ეს გატანჯული კაცი, აი ძალიან და გულთან რომ მიიტანთ ის შეისიბრალულის გრძნობაც მოდის, მაგრამ ცოტა შურიც მაქვს იმისი რომ ღმერთი რა კარგად არის ამასთან, როგორ აკურთხა და მართლაც ნაკურთხი არის ეს ყველანაირად გაამრავლა, რამდენი შეცდომები დაუშვა ოჯახურ საკითხებში, ქალთა საკითხებში. მე აი მთელი თქვათ იგივე ეს რაც მოუყვა ლაბანმა ანალოგიური რო გაუკეთა, მე საწყალი რო იპარება, გამორბის შიში და კანკალშია. სხვათა შორის უნდა გითხრათ შიშარა კაციც არის ეს. იაკობის ვაჟკაცობა არსად არ წერია მანდ. შიშარა გაურბის შიშით ესავს, გაურბის ლაბანს. მერე ისავს რო ხდება შიში და კანკალით არის განალაგებს ისე თავის ცოლებს და შვილებს, ვინც უყვარს უკანა პლანზე გადასცემს და ვინც არ უყვარს წინა პლანზე. შეგეცოდებათ ესეთი ადამიანი. და ამ დროს ღმერთი რა მოსიყვარულეა და რას აკეთებს ღმერთი. ასე რომ მადლობა ღმერთს რომ ჩვენ მუდმივად გვარცხვენს. ისევე როგორც იაკობი შეარცხვინა ისააკი, შეარცხვინა აბრაამი. ჩვენც ასე გვარცხვენს თქვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ვითომ მორწმუნე ვართ, ტრაბახობთ და მომენტებში ისეთ რამეს ჩავიდენთ, რომ თურმე ნახეთ, ჩაგვაფიქრებს. ამიტომ თუ გინდათ რომ კარგი დამოკიდებულება იყოს ღმერთთან, მუდმივად ამასთან ურთიერთობაში ჩვენ მინიმუმზე დავიყვანთ იმ შეცდომებს და ახლა ჩვენ გელაპარაკებით უკეთეს მდგომარეობაში ვართ, ვიდრე თქვა იაკობი იყო. ხო უკეთეს მდგომარეობაში, იმიტომ რომ იესომ მოხსნა ყველაფერი ეს. მოხსნა აი მთლიანად აღასრულა, გაგვანთავისუფლა ათასნაირი სისულელეებისაგან, დამოკიდებული აღარა ვართ არც შუამავალზე, მღვდელზე, მის მორალზე, მის ეთიკაზე, არა, უშუალოდ სულიწმინდა ჩვენთან მოდის. და კავშირს დებს აი პირდაპირ გულში, გონებაში და ცვლის ჩვენ აზროვნებას და ჩვენ გულს ცვლის იგი. ახალ ადამიანს მართლა წარმოშობს ჩვენს გვამში და ამას მძაფრად განიცდით და როგორ ახალი გაღვიძებული აი ადამიანი რო შეიგრძნობს თავის ხელს, ასე შეიგრძნობს ახალი ადამიანი ცოდვადაცემულ ხელს და თოკავს მას, იმონებს და გასაქანს არ აძლევს. გისურვებთ აი ესეთ რწმენას მეგობრებო, რომ კარგად შეგემეცნოთ თქვენი ცოდვილი ბუნება, რათა კარგად შემოვიდეს მადლი ღმერთისა და თლიანად სწორი აზროვნების უნარი გამომუშავდეს სამყაროზე, ადამიანებთან ურთიერთობაში სწორი ლოგიკური მიმართება და არ ვიყოთ გიჟებს დამსგავსებული დღეს რაც ხდება პლანეტაზე, რომ გადახედავთ რა სოციალურ პოლიტიკური გარემოში ვცხოვრობთ, აი გაგაფიჟინებთ რა და გამორჩეულებივით და გამონაკლისებივით არიან ის ქრისტიანი ხალხი, ვინც ბიბლიურ ქრისტიანობას აღიარებს, ბიბლიურ ღმერთს სახავს ერთადერთ სწორ ჭეშმარიტ მოძღვრებად და არა სხვა კრებით რელიგიურ ორგანიზაციებს, რომელიც დღეს სოფლიოში აგრეგატ არის გავრცელებული. ახლა ამასთან დაკავშირებით თუ კიდე დავიმატებთ რამეს, ან ისევ გავიმეოროთ სახელები, საინტერესო ამ სახელების დამახსოვრება, გავეცანით 11 ვაჟიშვილს და მე-12 გვაკლია, მე-12 ჯერ დაბადებულა ბენიამინი. იოსებთან რახილს მეორეც გაუჩნდება და ამ ბენიამინს იგი გადაყვება, იცით თქვენ, ხომ გაზაში გარდაიცვალება იგი. ძალიან ტრაგიკული სურათია, მოსიყვარულე ცოლი იაკობს კიდე ერთი ტრაგედია წამოიწევა, ვინც ძალიან უყვარდა, თითქოს ბედის ირონია ღმერთმა იგი ჩამოაშორა და ლიასთან რჩება იგი. მერე იქიდან შეძენილი შვილი გამოარჩია იოსები და
მამასაც ართმევს ღმერთი და ძმები ისეთ რამეს ჩაიდნენ რომ მოხუც მამას სიცოცხლეს უმწარებენ და 17 წლით გაგებაში არ არის სადარიშვილი მან იცის რომ ცხოველმა შეჭამა სისხლს ამოვლებულ თავის შვილის მანტიას მოუტანენ ხალათს და ეტყვიან რომ აი რა ვქნა შვილებია ყველაზე დიდი მწარე რა არის როცა შვილები მამას ატყვევენ აკი ბუმერანგის კანონი ამუშავდა და თავისი ტყუილი რაც დათესა დაუბრუნდა ზუსტად ასე მოატყუა მან ესავი და მოატყუა მამა ასევე ატყვევენ შვილები ამჯერად უკვე იაკობს შვილები ატყვევენ ამ შვილმაც იაკობი როცა შვილი იყო მამა მოატყუა სიბერის ჟამს ნახეთ რა კარგი ისტორიაა ეს და ჩვენ ყოველთვის უნდა დავიმახსოვროთ ეს ისტორია და არ გვაწყენს რომ თქვათ გავიჯეროთ და გავიზეპიროთ ისე რა ვიცი დავიწყებას მიეცეს მე არ ვიცი ახლა როგორ უნდა დამავიწყდეს ეს ისტორია თუნდაც გავიდეს 10 20 30 წელი და იცით რა არის ვერ გავიხსენო ეს ისტორია არსი მთლიანი ძალიან ადვილია ხო გითხარით შესაქმე დასამახსოვრებლად ძალიან ადვილია განსაკუთრებით მე-12 თავი და 50 თავის ჩათვლით თუმცა ძალიან ადვილია პირველი ორი თავიც უბრალოდ მათ თეოლოგიური გაუგებრობები არის ჩაღრმავებები არის არ ექვემდებარება რაღაც ლოგიკურ ახსნას და ფიზიკურ კანონებს მთელი რიგი რაღაცეები და საგონებელში აგდებს მეცნიერულ ტვინს ფილოსოფიურ ტვინს მაგრამ ვინც გულით მიენდობა ამ წიგს გულს გადაუხსნეს გულში ღმერთი მუშაობს. გითხარით, ეს არის გულის წიგნი. ეს არ არის ტვინის წიგნი. პირველ ადგილზე გულია, სიყვარულია. ხო გითხარით ადრე, რა თქვა ბლეს პასკალმა, ხო? ამას სიყვარული ჭირდება რომ გაიგო. ხო და სხვა მეცნიერულ წიგნებს გამიგეთ, უნდა გაიგო რომ შეიყვარო. ამას ჯერ უნდა შეიყვარო ეს წიგნი რომ გაიგო. და მართლაც ეს ჭეშმარიტი სიტყვა არის. ეხლა ფასაც დაუთმოთ ამ თან თუ რაიმე ვინმეს აქვს სათქმელი. თქვენ ასე მეტყვით თქვენი გამოცდილებით თუ გაქვთ რაიმე გამოცდილება. გისმენთ აბა? თავში 30 თავში როგორც ვიცით გრძელდება შვილების დაბადების ამბავი. თხრობითი სიუჟეტი არის. რაც ამას წინათ ვისაუბრეთ ლიას შვილებზე, მინდა რომ გახსენების მიზნით მოკლედ გავიმეორო და უცებ გავაგრძელებ ამ თავზე. იგი როდესაცლიას შეეძინება 4 ვაჟი, სახელებს იგი ამგვარად არქმევს. იგი რეუბენი ნიშნავს დაინახა უფალმა, სიმონი ნიშნავს ისმინა უფალმა, ლევი ნიშნავს მიწეპებულს, შემოხველოს და იუდა კიდე ნიშნავს რომ მადლობ მას და ვადიდებ. ესე იგი 4 ძე შეეძინა ლეას. იმათთვის ვისაც ჯერ თლიან ბიბლია არ წაუკითხია, მოკლედ შევახსენებ რომ ამ 4-ში მეოთხე იუდა იქნება ის, ვისაც ღმერთი ამოიჩენს და მისგან გამოდის მხსნელი მესია. მესამე ვაჟი ლევი იქნება ის, ვინც თავის სახელის გამართლებით მიეწებება უფალს, შემოეხვება მას და იქნება ღვთისმსახური. რეუბენი ძალიან სამწუხარო ამბის გამო, რომელიც ბიბლიაში მოცემული არის 35 მუხლის 35 თავის 22 მუხლში, იგი მამის საწოლს შეურაცხყოფს თავის დებინაცვალთან, ის იგი თავისი დეიდის მხევალთან დაწვება და ამით იგი დაკარგავს პიმშოვას. სიმონი და რეუბენი მამის მიერ იქნებიან ნახსაყვედურები იმის გამო, რომ ისინი მერე ძალას იხმანენ დინას ამათთან დაკავშირებით. იგი უკვე შეგვიძლია დავიმახსოვროთ, რომ იუდას ღმერთი გადასცემს პირველობას. 21 თავში ხედავთ იმას, რომ რადგან რახელს შვილი არ უჩნდება, იგი თავის მოსამსახურეს ბილხას მისცემს ცოლად თავის მეუღლეს იაკობს, რომ იქნება მისი მოსამსახურის ბილხას მიერ გაჩენილი შვილები მას ჩაეთვალოს. პირველი, ვისაც იგი გააჩენს, ბილხა გააჩენს, ეს იქნება დანი. დანის სახელი ნიშნავს განსაჯა მე უფალმა. იგი ღმერთის განსჯა არის. როგორც ამას წინათ ვისაუბრეს, ლია როს ბავშვებს სახელებს არქმევს, მეოთხე ვაჟზე უკვე ამბობს იმას, რაც დადებითია და რაც ძალიან საყვარელია, რომ ეხლა კი განმადიდებ ღმერთის სახელსო. თავის და კიდევ არის იმ პოზიციაში, იმ მდგომარეობაში, რომ უფრო უარყოფით რამეს წამოწევს და აი განსაჯა მე ღმერთმა, როგორც თქვათ, მისი და ეტყოდა რეუბენის დაბადების შემთხვევაში, დაინახა ღმერთმა ჩემი ტანჯვაო. ასეთივე სულისკვეთები დაგრძელებს, როდესაც ბილხას მის მოსამსახურეს შეეძინება მეორე ვაჟი ნაფთალი და ნაფთალის სახელი ნიშნავს დამინახა უფალმა, რომ მეს ვეჭიდებოდი, თითქოს ღმერთს ვეჭიდებოდიო. რუსულში ხრობნახე ქონდა ორი ახსნა. მაია ბარბა, ჩემი ბრძოლა და კიდე ნიშნავს პრივაზმაგაიში, ის ვინც ძლევს. ახლა ვის ვინც ძლევს, ეს უკვე კარგი ბატვირთვა არის და შეგვიძლია ჩვენ უფრო გავარცოდოთ ვთქვათ, რომ ნაფთალი როგორც ებრაელთა ტომის ერთ-ერთი შვილის სახელი, ტომშტოს სახელი, ის მართლაც არის პრივაზმაგაიში, ის ვინც მე საბოლოოდ ძლევს ღვთის მტრებს. მაგრამ აი ამ შვილის სახელს ჩაუკვირდებით, განსაჯა მე ღმერთმაო და შემდეგ თითქოს ღმერთს ვეკინებოდიო, ჩემი ბრძოლაო, ეს უფრო შეჭიდებაზე მიუთითებს.
სიუჟეტიდან ჩვენ გახსოვს, რომ ამ ორი ვაჟის დაბადების მერე მხევალ ბილხას რო შეეძინება, ლია ვეღარ მოითმენს და გადაწყვეტს, თუ თავის მოსამსახურე ზილფა მისცეს ახლა თავის დასთან ჯიბში ცოლად თავის მეუღლეს. და ზილფას პირველი შეეძინება გადი, ხოლო მეორე კი შეეძინება აშერი. მე ის მომწონს, რომ ლია სახელებს ისევ კარგი გაგებით არქმევს. გადი ნიშნავს ბედნიერად და ასეთი ნიშნავს პრიბალეს შეგვემატა. იგი ის უფრო მადლიერია, ღმერთის რომ მან თავისი 4 ვაჟის გარდა კიდევ მოხმადდა თავისი მსახურისაგან ვაჟი, რომელიც იგი თქვის, რომ მას მიეთვლება. შემდეგ მეორეც რო დაებადება მის მსახურს ზელფას, მას დაარქმევს სახელად აშერს. აშერი ნიშნავს ნეტარად მიმიჩნეველი ასული. რუსულად, ვინცაც რუსული კარგად გეხერხება, ნიშნავს კაბლანგუ და კიდევ მეორე მნიშვნელობა აქვს ბლანჟენსტა, ნეტარება, ნეტარად მიმიჩნეველი ასული. იგი გადი და აშერის ესეთ კარგ სახელებს დატვირთვას ატარებენ, ბედნიერად და ნეტარად. შემდეგ ღმერთი ისმენს ლიას ბოცვას და უკვე თვითონ მას გაიხსნება საშო და ამ ორი მისი მხევლის დაბადების შემდეგ ზილფასგან რომ მიეთვალა ლია თვითონ აგრძელებს მშობიარობას, იგი ნაყოფიერი ხდება და შეეძინება მას ისაქარი, რაც ნიშნავს ჯილდო, საზღაური და შემდეგ კი შეეძინება მას ზებულონი. ზებულონი კი ნიშნავს კეთილი ხვედრი. ამით სუდადებითი მნიშვნელობებია. ამ დროს როდესაც მისი და რახელი კიდევ უფრო ჭიდილში და განსჯაში იყო. ისაქარისა და ზებულონის დაბადების შემდეგ ბიბლიაში მოხსენებულია მოკლედ რომ თურმე მას რახელს ქალიშვილიც დაებადება დინა. დინას სახელს თუ მოვიძიებთ, მისი სახელი ნიშნავს აპრავდნაია, გამართლებული. ჩვენ ვიცით რომ დინას ძალიან უბედური რამ შეემთხვევა, მე შექემელების ამბავს წავეკითხავ. მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ჩვენ ვიცით რახილს არა ლიას ბოდიშ მართალი ხარ ლიას შეეძინება ისაქარსა და ზებულონის შემდეგ დინა რომლის სახელი ნიშნავს აპრავდნაია დინა იქნება შეურაცხყოფილი შექემელების მიერ მაგრამ როგორც მისი სახელი ნიშნავს რაც უნდა შეურაცხყოფილი იყოს და გაუპატიურებული თვითონ ეს ისრაელის ქვეყანა ღმერთი მაინც ამ ქვეყანას დალოცავს ამ ერს და შემდეგ ისინი, როდესაც ქრისტეს მიიღებენ, ისინი გამართლებული იქნებიან. დინას სახელით ძალიან კარგად უთხრას ატარებს. ახლა ისეთი რაღაცამია მე თქვენ გაგიზიაროთ, რომელიც არც ერთ ქადაგებასთან არ მომისმენია და არ წამიკითხია. პირველი წაკითხოს ამას მივაქციე ყურადღება, სად არ მოუჩხნიკე. King James version-ში ჩავიხედე, რუსულშიც. წაგიკითხავთ, ამ ეს არის 37 თავში არის 35 მუხლი. სულ ერთი პატარა მუხლია. როდესაც იაკობი გაიგებს თავისი შვილის იოსების გარდაცვალების ამბავს, იგი გლოვას დაიწყებს და ძალიან ცუდად იქნება. ადგნენ იაკობის ძენი და იაკობის ასული, რათა ნუგეში ეცათ იაკობისთვის, მაგრამ არინდორმა მან ნუგეში ცემა და თქვა, მგლოვი არა ჩავალ ჩემს შვილთან შავეთში. რატო ჩათვალა ღმერთმა სულიწმის საჭირო და დაეწერა იაკობის ძენი და იაკობის ასულიო. სიტყვა ასული ინგლისურში არის daughters, რუსულში არის დოჩერი, იგი ეჭვია უნდა შეგეპაროს, ეს მართლაც იბიბლის ხდება, ქალიშვილები, მრავლობითში ეს გადმოცემული. მე დოგმატური ვერ იქნები და ვერ ვიტყვი 100% მართალი ვარ თუ არა, მაგრამ მე ასე მგონია, რომ მას სხვა ცოლებისგან იმ დების მოახლეებისაგან ვფიქრობ, რომ ქალიშვილებიც ავდა, მაგრამ ქალიშვილების სახელები არ არის მოხსენებული. მოხსენებულია მარტო დინას სახელი და ისიც ვიცით რატო, იმიტომ რომ დინას ესეთი უბედური რამ შეემთხვევა და მისი ძმების ხასიათის გახსნაშიც ეს კიდე დაგვეხმარება თუ როგორი მეამბოხები იქნებიან მამის უჩუმრად, რასაც აკეთებენ მე შექმნილებთან დაკავშირებით. და ალბათ ღმერთმა არ ჩათვალა საჭიროდ, რომ სხვა ქალიშვილებიც დაწურულებით მოეყოლა. იგივე მეფეთა წიგნებში თუ მეფეების საგვარეულოს ჩაუკვირდებით დავითის ძენი, იქ სოლომონის ძენი, უფრო გამახვილებული არის ესეთი ტრადიცია არის ისრაელში, რომ უფრო ძეებს მიაქცევენ ყურადღებას, იმიტომ ისინი იყვნენ გვარის გამგრძელებელნი და ქალზე მაშინ იქნებოდა აქცენტი დასმული, თუ ძემას არ შეეძინებოდა და უკვე ებრაული წესით უკვე ქალზეც უნდა გადასულიყო მემკვიდრეობა, მაგრამ თუ ძეები იქნებოდნენ, ქალიშვილიც დაიბადა. მაგრამ შეიძლება ეს არ ჩაითვალათ საჭიროდ აღენიშნათ. მაგრამ რადგან ამ მუხლში წერია, რომ იაკობის ძენი და იაკობის ასული ანუგეშებდნენ იაკობს, მე ვფიქრობ, რომ მას მხევლებისაგან, ან თუნდაც იგივე ლიასგან, დინას გარდა შესაძლოა სხვა ქალიშვილებიც ყოლოდა. ხა ამაზე დიდხანს არ გავჩერეთ, მე გავაგრძელებ კიდევ საუბარს იმაზე, შემდეგ რომ შვილები შეეძინებათ. ესე იგი, ისაქარისა და ზებულონის შემდეგ თქვით, რომ დინა და რომლის სახელიც ნიშნავს გამართლებული. ღმერთი გაუხსნის საშოს რახელსაც და რახელ შეეძინება იოსები. რახელი რასაც არის ადამიანია,
ვიცით შემდეგ ახლა თავშიც რო წავიკითხეთ, რომ არის იგი საკმაოდ მატერიალისტი ადამიანი. რაღაცა მომხვეჭელობის ის აი ჩემია, ქმარი ჩემია, ჩემი შვილი უნდა დაიბადოს. ეს მამა ჩემის კერპები არა ჩემია. მე ერთ-ერთ ქადაგებთ ამაკ წაკითხული, რომ კერპები მაშინდელი სახლის კერპები იყო ნიშანი და სიმბოლო საგვარეულო მემკვიდრეობისა. მაშინ ესეთი თამასუქები ალბათ იმდენად არ იწერებოდა, იმიტომ რომ ქაღალდებში შეზღუდულები იყვნენ იქ პერგამენტებში და უფრო მემკვიდრეობის გადაცემის ნიშანი იყო სახლის კერპებს თუ გადასცემდნენ. რახელი თავის მესე ფიქრობ, იგი საკმაოდ მატერიალისტი ქალი იყო, თვლიდა რომ მამისი ქონებიდან მას მეშვილებს წილი ეკუთვნოდათ. და ამიტომ იგი ამ კერპებს იპარავს, მიაქვს რომ ეს ჩემი ნიშანი, ესე იგი თუ დამჭირდება, მე ვაღიარებ ჩემს უფლებას იმაზე, რომ ამ კერპებით მამა ჩემის მემკვიდრეობა მეც მეკუთვნის ის წამოიღებს თან და ეს შვილი რო შეეძინება იოსები ხო ძალიან გახარებული უნდა იყოს და რატო არ მოვიდა თავში რომ იუდასავით ღმერთის განმადიდებელი ან მაქებარი რამე ეთქვა იოსები შეეძინება თუ რა მაშინ იმას იტყვის რომ კიდე მეყოლება მე სხვა ძეს შემეძინებაო სხვა ძესაც შემძენს მეუფალიო თითქოს რწმენაც აჩანს ამაში რომ ეს კი მყავს მაგრამ მეორე ძეც შემეძინებაო უფრო წინ მიხედება და მეორეზე შემდეგ სხვა თემებიდან მიაქვეყნდა ეს თქვა რომ რო შევაჯამო და 12 შვილის სახელები ყველასი რო ვიცოდეთ რომ მას შეეძინება ბენიამინი და ბენიამინის დაბადებას იგი გადახვება იმიტომ რომ მას ძალიან ძინე მშობიარობა ჰქონდა დღეს საკითხულ თავებში ჩვენ ხვდებით რომ იმის გამო რომ მან კერპები მოიპარა იაკობის პირიდან ასეთი რამ გამოვიდა ვისაც კი ამ კერპებს უპოვით ის ადამიანი მოკვდება ღვთის ადამიანის პირიდან გამოსული სიტყვები არაფერი ტყუილად არ იქნება იაკობმა არ იცოდა ვინ მოიპარა ის კერპები, მაგრამ ის სიტყვები კი მართლა ახდა. ჩვენ ნახავთ, რომ რახელი იქნება ის პიროვნება, რომელიც დროზე ადრე, ესე იგი მოხუცებულობამდე ადრე გარდაიცვლება, ასეთ მას გადახვება მეორე შვილის დაბადებას, იგი მოკვდება და უკვე სიკვდილის წუთებში თავის ახალდაბადებულ მეორე შვილს იგი სახელად არქმევს ბენ-ყონი. ბენ-ყონი ნიშნავს რუსულში ჩავიხედე სენ მაიე პიჩალი. ჩემი გლოვის შვილი, ჩემი პიჩალი სევდის შვილი, იმიტომ რომ მართლა სევდაში და ტკივილებში შობს. თუ განვაზოგადებთ ხალი ხომ ხშირად ცხოვრების სიმბოლო არის, აი თუნდაც ისრაელის სიმბოლო შეგვიძლია ავიღოთ რახელი, ის არის ვინც გლოვს და სევდაში არის და ესე სევდაში და ტკივილებში დაბადებს იგი თავის მეორე შვილს, რომელსაც პირველი შვილის დაბადებიდან მოყოლებული სულ ელოდებოდა. ბენ-ყონი ეს მაინც უფრო ადამიანური ბუნებიდან გამომდინარე არ ქვევს სახელს, მაგრამ რამდენად გასახარებელი არის, რომ ქმარი იაკობი ტყვის არა, მე ჩემ შვილს მთელი ცხოვრება ბენ-ყონის სევდის შვილს არ დაუძახებოდა, მან სახელი გადაარქვა და მის ყველაზე უმცროს ვაჟს მე-12 შვილს სახელად დაარქვა ბენიამინი, რომელიც ნიშნავს სენ მაიე დისნიცი, ჩემი მარჯვენის ხელი. მარჯვენა არის სიმბოლო ძლიერებისა, სიმბოლო მმართველობისა, მეფობისა და მამა ამბობს, ის იქნება ძე ჩემი მარჯვენისა. თუ ბიბლიაში ეგრე მიდგომა უნდა ქონდეს, რომ ყველაფერში, ყველა ადგილში ჩვენ უნდა გულისხმობდეთ, რომ იქ იესო იგულისხმობა, იქ იესოს პროტოტიპი, ანუ წინასახი არის, ის ვისაც ელოდებიან და ძე, ვინც მესიად მათ ეგულებათ, აი ის არის სენ მაიედისნიც, იმას ელოდებიან და ამ რწმენით გადაარქმევს მამა იაკობი, ან იგივე ისრაელი მე-12 ვაჟს სახელად ბენიამინს დაარქმევს. ძე ჩემი მარჯვენისა. იოსების შვილებზე მინდა მოკლედ თქვა, ისევ წინ გავიხედე, იმიტომ რომ ეს მნიშვნელოვანია, მე რო იქნება შტოება დაყოფა, ეს შეიძლება დამაბნეველი იყოს იმ ადამიანისთვის, ვინც ბიბლია კარგად არ იცის. იოსებს მენაშე და ეფრემი რომ შეეძინება ეგვიპტეში, მე ბაბუა დალოცავს გარდაცვალების წინ ისრაელი და ესეთ რაღაცას ეტყვის იოსებს. თუ შენ კიდე შეგნება სხვა ძეები, ისინი დაიწერებიან შენ სახელზე, მაგრამ ეს ორი ვაჟი, მენაშე და ეფრემი, როგორც ჩემი ძეები ისე იქნებიან და მართლაც აი შვილები, ეფრემისა და მენაშეს სახელები ბიძებთან ერთად, როგორც ერთ-ერთი ძმა, ერთ-ერთი თანასწორი ისე არის მე ბიბლიაში მოხსენიებული. როგორც ერთ-ერთი ისრაელის თანასწორი შტამომავალი. მოდავივნებთ იმაში, თუ როდეს სადღაც ეწერება ესე, რომ იოსებიც, ეფრემის და მენაშეს, თუ სამივე ეწერება, არ დავივნებთ, იმიტომ რომ ამას სხვა მნიშვნელობა აქვს. იქ 12 უნდა ყოფილიყო, ლევი კიდე ღვთისმსახურების გამგებლა დაინიშნება, ის ღმერთს უნდა მიწეპებოდა და ამიტომ მას წილი არ ერგებოდა და 12 რო შესრულებულიყო, ეს 12 შტო ბენიამინთან ერთად, რომელიც რახელის შვილია, იოსების შვილებიც მიეთვლებიან. როგორც გვახსოვს, საკითხული გაქვთ, მე ჩვენ მალე წავიკითხავთ. ბაბუა იაკობი, ვივე ისრაელი პირველობას უმცროს ვაჟს მიანიჭებს ეფრემს და ეფრემს სამწუხაროდ მე ეს თავში აუვარდება და წინასწარმეტყველებთან ეფრემი არის როგორც
ჩრდილოეთ სამეფოს სიმბოლო. და როდესაც ნახსენებია, რომ ეფრემი არის ჯიუტი, მეწინააღმდეგება ღმერთს არ უჯერებს, უკვე ერთ პიროვნებაზე ეფრემზე კი არა ლაპარაკი, ის უკვე ეფრემი როგორც იოსების უმცროსი შვილი ბაბულის მიერ დალოცვილი არის მთელი ისრაელის სიმბოლო. ეს ბევრის მიერ აღიარებული არის. ესე იგი იოსების შვილებიდან მენაშეს მართალია უფროსია, მაგრამ უფროსობა არ მიენიჭება. ეფრემი უფრო წინადგას დადგება. ღვთის ჩანაფიქრი კი ის იყო, რომ უნდა გამოსულიყო ქრისტე მეოთხე ვაჟისაგან, იუდასაგან და იუდა მერე ძმებში პიროვნებას დაიკავებს იმის მერე, რაც რეუბენი მამის აწოლს შეურაცხყოფს და სიმონი და ლევი კი მამის დაუკითხავად დოროთ მექმედებას ჩაიდნენ და ძალას იხმარენ. კიდევ ერთი ორი სიტყვა მინდა გითხრათ და ამით შემოვიფარგლები. რიცხვთა თავებზე რომ გადავართ, მეორე რიცხვთა თავში თითქოს მოსაწყენი ამბებია ჩამოთვლილი, როგორ განლაგდებიან ბანაკებად ეს შტოები. მე როდესაც იგზავ მუშაობდი ეს ბატონისგან მაგ ნასწავლე ფანქრით ხელში და რომ უნდა დააკვირდე და არაფერი შემთხვევით რომ არ არის, ესეთი პატრა სქემა გავაკეთე. და ჩამოთვლილი რომ არის იქ შტოები, ბანაკები რო იყოფიან, ბანაკებად რომ იყოფიან, საოცარი რამ ხდება, უდებრში რომ მიდიან, ძალიან მოწესრიგებულად არიან. შუაში არის ლევიტელთა ტები, შტო, ტომი, მათ აქვთ კიდობანი საწმინდარი, თან მიაქვთ ეს არავი, მათ გარშემო კი განლაგებული არიან 4 ჯგუფად ბანაკები. აღმოსავლეთისკენ წინ რომ მიუძღვება, რა თქმა უნდა, იუდას ტომია. ესე იგი, იუდა არის ვინც აღმოსავლეთისკენ მიდის და ღმერთი წინ მიუძღვება. იუდა არის პირველი. იუდას უკან დასავლეთისკენ არის ეფრემი. სამხრეთისკენ არის რეუბენი და ჩრდილოეთისკენ არის დანი. ჩრდილოეთი ისრაელისთვის ყოველთვის ითვლებოდა როგორც სუსტი ადგილი, იმიტომ მტრები ისრაელს შემოუტევდნენ ხოლმე თავს ესხმოდნენ ყოველთვის ჩრდილოეთიდან. დანი რაღაცა საოცარი პიროვნება არის, მისი სახელიც განსჯას ნიშნავს სამართალს, აი როგორც სუძია, მოსამართლე, გამსჯელი, უფრო უარყოფითი დატვირთვით. დანიელი უფრო დადებითი დატვირთვით, მაგრამ მოკლე სიტყვა დანი არის სუძია, აი უფრო კაცი სამსჯავროს განაჩენის გამომტანი. და დანიც მე რამოდენიმე დღეს მოხსენებული, უფრო გულის სიმბოლოშია, გულის ფეხში რომ გიკვენს და რაღაცა. ბევრი ისინი არის თეორიები, მაგრამ ამაზე ჩვენ არ შემოვიფარგლებით. ახლა რატომ მინდა მეხსენებინა რიცხვთა მეორე თავი, ბანაკებად დაყოფა. ესე იგი, როგორც გითხარით, აღმოსავლეთით იუდა, თუ დაიმახსოვრებთ, კარგია, დასავლეთისკენ ეფრემი, სამხრეთისკენ არის რეუბენი და ჩრდილოეთისკენ არის დანი, როგორც ვთქვი. მაგრამ საინტერესო არის, რასაც მე მივაქცია ყურადღება, თითოეულ ამ ბანაკის უფროსებს თან დაქვემდებარებაში ყავთ თავიანთი ორ-ორი შტო და სულ გამოდის მაინც 12 სახელი, შუაში კი ლევი არის. და რომ დავაკვირდი სახელები, ვინც აქვს მითვლილი იუდას, არის ერთი და იგივე დედის ძეები. აი ამ თავთან დაკავშირებით, იმიტომ უნდა თქვენთვის გამაზიარებინა, რომ 29 და 30 თავში რომ ჩამოთვლილია ვინ როგორ იბადება, მაგითი კიდე მივხვდებით, რომ მერე რო იზრდებოდნენ ეტყობა, ეგენი უფრო ახლოს იყვნენ, თქვათ ლიას ძეები ერთად იყვნენ. lias მოსამსახურეების ძეები lias შვილებთან უფრო ახლოს იყვნენ და თქვათ იქ შეიძლება ბენიამინი ეფრემი და ისინი განაპირებული იყვნენ და რომ დავაკვირდი, თქვათ დასავლეთისკენ ეფრემის შტო რო იყო უფროსად, მას დაქვემდებარებული ყავდა მართლაც რომ მენაშესა და ბენიამინის ტომები. ესე იგი, ეგ ყველანი იყვნენ რახელის საზარდული და რახელისგან გამოსულები. ხოლო იუდასთან დაქვემდებარებული იყო ისაქარი და ზებულონი. ნახევარწმები კი არა, ნამდვილი ძმები, ესე იგი, რომელიც მეხუთე და მეექვსე ვაჟი გააჩინა ლეა. სამხრეთისკენ უფროსი იყო რეუბენი. ესე იგი, თქვათ აღმოსავლეთში ვერ დადგა რეუბენი, იმიტომ რომ მან როგორც პირველმა ძმამ თავისი პირველობა დაკარგა. და რეუბენის დაქვემდებარებაში არის სიმეონი, მისი მომდევნო ძმე მეორედ დაიბადა და გადი. და გადი ამ თავს თუ ჩაუკვირდებით, დაბადებული არის დედამისის ლეას მოსამსახურისაგან ზილფასაგან. ხოლო დანის შტოში ყავს ჩვენ აშერი და ნაფთალი. ჩვენ ვიცით რომ დანი და ნაფთალი მიყოლებით დაიბადნენ ერთი დედიშვილები, ბილხას შვილები არიან. ესე იგი, დანის ბანაკში შემთხვევით არ არის რომ ნაფთალიც არის გაერთიანებული. ერთი პატარა გამონაკლისი არის აშერი, რომელიც არ არის დანის დედის ბილხას ძე, არამედ მეორე მოსამსახურის შვილი. ეს ერთადერთი გამონაკლისია, მაგრამ ეს გამონაკლისი მე ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ აშერის სახელს როგორც ჩაუკვირდებით, არის ნეტარად მიჩნევს. იგი აშერის უკვე დიდი მნიშვნელობა არ იყო, მაინც თავისი დედის ზილფას ძმებთან იქნებოდა თუ ვინმესთან, ისინი ნეტარად იყო მიჩნეული. გადი, რეუბენი და მენაშეს ტომის ნახევარი მერე ცალკე გადარენათა ქვეყანაში მდინარის გადაღმა დასახლებიან და ისინი პირველები იქნებიან, რომლებიც კერპთაყონებას მიყვებიან. ესე იგი, გადი მაინც ის არის მერყევი ადამიანი შეიძლება ჩავთვალოთ, ხოლო აშერი კი რადგან ნეტარია, აირჩევს აშერი ესეთი რომელს გააკეთებს არჩევანს და დარჩება თავის ძმებთან იგივე მხარეს, იუდანის მხარეს, რომელსაც ღმერთი მას მისცემს. ღმერთი დაპირდა აბრაამს, რომ ის შტოებს გაამრავლებდა.
ღმერთი ადამიანის შეცდომებს უსწორებს. იაკობი შეცდომას უშვებს, რომ ტყუილით მერე იტყუება, მერე თვითონ მასაც ატყუებენ, მაგრამ ღმერთი რომ გამოსწორებას აკეთებს ადამიანის შეცდომისას, თავისი უახლეებისაგან მეორე, თქვათ, იგივე ლიარუ არ უყალდა იმ ქალისაგანაც კი უხვად მადლს აძლევს და შვილებს უმრავლებს და ყველა ისინი დალოცულები არიან. ებრაელთა ტომში, ახლა რომ ებრაელები და ისრაელის ქვეყანა თანასწორუფლებად შედიან გადიც, აშერიც და სხვებიც. ყველანი ისინი ებრაელები არიან. აღარ ახსოვს ახლა თუ ვიღაცა მათ ჩაუკირკიდა რომ, იცი რა, გადი და აშერი მოსამსახური შვილები არიან. დანი და ნაფთალიც ბილხამ გააჩინა, რომელიც რახელს მამამისმა მისცა. არა, ისინი თანასწორუფლად ებრაელებად ითვლებიან და რასასწავლი რამე მოხდა, რომ გასახლების შემდეგ, როდესაც ბაბილონიდან ბრუნდებიან, ეს ყველაფერი აირია, ჩანაწერები დაიკარგა და ეხლანდელი ისრაელში არავინ დანამდვილებით არ იცის, ვინ არის ლევის ტომიდან, ვინ არის იუდას ტომიდან. ეს ალბათ ღმერთმა იმიტომ გაუკეთა მაგათ, რომ მათ არ იტრაბახონ და ისე ჩანაწერებს არ დაეყრდნონ და იმაში არ ყვნენ. ლევის ტომები თითქოს კიდე ინარჩუნებდნენ და ინახავდნენ ამ ჩანაწერებს, მაგრამ სხვა ტომელები უფრო მეტად არეულები არიან. თუმცა გამოცხადების წიგნში თუ ჩავიხედებით, იქ 12,000 რომ არის ჩამოთვლილი, ის ღმერთის პოზიციიდან არის ნათქვამი და ღმერთმა იცის. ცალკე აღებული ახლა ებრაელი ადამიანი ისრაელის ტერიტორიაზე ცხოვრობს და ჯერ კიდევ ქრისტე რო არ მიუღია, ის რომელი ტომიდან არის, ის მხოლოდ ღმერთმა იცის, მაგრამ ისინი თანასწორუფლებად არიან გადელებიც, აშერებიც, დანელებიც, ნაფთალელებიც. მე ვფიქრობ, ძალიან დიდი მადლი იყო ბილჰაზე და ზილფასე, რომ ისინი უბრალოდ მოსამსახურები კი არ იყვნენ, ვინც წარმართმა ლაბანმა თავის ქალიშვილებს მისცა, რომ პირადი მხევალი ყოფილიყვნენ. იმაზე ღმერთი როგორი მოწყალე იყო, რომ ასეთი ღვთისკაცის ისრაელის ცოლები გახდნენ, მისი ძეები შვეს და თანასწორუფლებიანად ისინი შევიდნენ ისრაელის ტომებს შორის. აი, რამხელა მადლი არის. ბილჰას ამბავი ჩვენთვის გასაგებია, რომ ძალიან სამწუხაროა რეუბენი და ეს რომ მოხდა. ბილჰას სახელი თვითონ ნიშნავს ზასტიანში, მურიდებული მშიშა რა სტრახსაც ნიშნავს. აი, ზილფა უფრო ჩემთვის ბევრი რამე კი არ წერია ბიბლიაში, მაგრამ ზილფა როგორი მოსამსახურე იყო, აი კაპლას ნიშნავს მისი სახელი, წვეთი. იგი იყო წვეთი, რომელიც აი კიდევ რომ წვეთად დაემატება ამ მადლს და ამ წვეთისგან მერე ორი შტო წარმოიქმნება. გადი და აშერი, ხოლო აშერი ის არის, ვინც მერე სახელად ატარებს, მეტარად მიიჩნევენ მე ასულნებიო. უამრავი ინფორმაცია მოგაწოდან, ხო, ღმერთის წყალობით. აქვე გადი რო ახსენეს, გახსოვთ ალბათ როგორ დაეცა ეს შტოს წარმომადგენელი, აი ღადარინელთა ქვეყანაში ღორების მოშენება დაიწყეს ახალ აღთქმაში, მე ამას ჩვენ ვკითხულობთ. ამიტომ არის კარგი ძველი აღთქმის ეს ესენი დავიმახსოვროთ ეს პასაჟები ადგილებით. ეს უნდა ეს არის მედიტაცია ხდება რაღაც მოვლენაზე, საგანზე გახსოვთ ერთი თეოლოგის ის გითხარით მე თქვენ, როდესაც აი აკვირდებოდა ამერიკულ ფეხბურთს, ვერაფერი ვერ გაუგეო რა ამერიკულ ფეხბურთს, რატო დაძდევენ, როგორ დაძდევენ, მაგრამ ამ ბავში ერთმა იმან გაიტაცა რა ეს წუთნელი გამოვიდოდა ბურთს, გამოიტანა და ამ ხალხს დაუძახებდა ამ ახალგაზრდებს და უნება ეს ფეხბურთია. ესე იგი ამაზე იფიქრეთ, სხვა არაფერზე თამაშის დროს. ამ ერთ სიტყვას ეტყოდა და გაუშვებოდა, ამან მე დამაფიქრაო და ეს თეოლოგი, ესე იგი ეს აიღო და ბიბლიის იმაზე გადაიტანა. მართლაც თუ მედიტაციას არ ექნა ადგილი, რომ აი ეს ღმერთია, ეს ბიბლია და ამაზე უნდა ფიქრობდეთ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილზე, ნებისმიერ ქმედების დროს. თუ არ იქნება წარმატებული არ იქნებოდა. თუ ისინი ფეხბურთზე არ იფიქრებდნენ, ისინი წარმატებული არ იქნებოდნენ გუნდის თავის წევრებს, ეს ერთ სიტყვას ეუბნებოდა ეს მწვრთნელიო. მედიტაციის შედეგი არის სწორედ ის, რაც ახლა თქვა და ალბათ თქვენ თუ მოიპოვებთ ის მოპოვებული თქვენს მიერ ცოდნა, ის უფრო დიდხანს შემოინახავს მეხსიერება და გულში გადადის. ეს შეიძლება მოისმინოთ, ძალიან კარგია, მაგრამ დაგავიწყეთ. თქვენ თავად რო გაყვებით ამას, აი ფანქრით, როგორც აღონიშნე და მე პარალელებს და მე დიდხანს დარჩევით სახელებზე, რაღაცას მოიგებთ იცით და არც თუ უსაფუძვლოდ, აი რაც აქ ითქვა, არაფერი არ იყო ფანტაზია და არაფერი არ იყო თეორია, თეოლოგიური საკუთარი. ეს იყო ინფორმაცია ბიბლიაში განცხადებული და ნამდვილად ეს არის მართლაც აი რაც თქვა ძეებზე, ქალიშვილებზე ბიბლიაში წამოწეულია მართლაც კაცები და ეს არნიშნავს იმას, სულ კაცები და ბიჭები ბადებოდნენ, ხო, თამს ქალიშვილები წავდა ბევრი და 930 წელი რო იცოცხლებს ადამიანი, ახლა მარტო შვილები, ბიჭები ხო არ გაუჩნდება იმას, ხო? უბრალოდ დიდი მნიშვნელობა ამათ არ ენიჭებოდათ გამონაკლისების გარდა, როგორც არის დინა და იქ ქალები ცალკე კიდე ბიბლიაში მოიხსენება. ჩემთვის ხომ მთავარი იესო ქრისტე არის. მე ბიბლიაში ყოველთვის ამას ვკითხულობ, ამას ვეძებ წინა სახეებს და ახლა იმას შვილები ყავდა, არ ყავდა, ამას დიდ ყურადღებას მე არ ვაქცევ, თუ ჩემ რწმენას არაფერი არ შეემატა. მანდ არის ქრისტე საიდან გამოვა. საბოლოოდ ჩვენ ქრისტესთან უნდა ბიბლიის კითხვის დროს ჩვენ ქრისტეს უნდა ჩავეხუტოთ და მივდივარ ახალ აღთქმასა შევდივარ და ჯვარზე გაკრული იესოსთან უკვე სხვანაირი ეს არის აი ჩვენი მხსნელი.
ჩვენ ხომ ბიბლიაში მხსნელს ველოდებით. მხსნელი ვინ არის და არა იმას შვილი ყავდა თუ შვილი ეს არ მაინტერესებს. ეს უბრალოდ ემსახურება ერთი თემის გახსნას. ესე იგი აღთქმას, ადამიანის დადებულ აღთქმას, რომ საშინელ დღეში ჩავარდა ადამიანობა, მოიხსენებათ, ცოდვა შემოვიდა რა ადამიანობა, ამ მდგომარეობაში აღმოჩნდა შესაბამისად კაცობრიობა. მე კაცობრიობის ერთ მოდგმას რა ბედი ეწია თქვენ იცით წარღვნის შედეგად როგორი ეკოლოგიური გარემოში აღმოჩნდა მოსახლეობა და თელი ეს პლანეტა იცით რომ დაირღვა ყველაფერი, წარმოიშვა ზამთარი, გაზაფხული, ზაფხული, სიცხე, მთელი ამბები და გაჭირებაში შევიდა ადამიანი და ღმერთმა არ მიატოვა ეს გაჭირებული ადამიანი და შიგადაში დაბადებდა ისეთი ნიჭიერ ხალხს, ვინც იმ ღმერთის ბოძებულ კანონებს მიწის ქვეშ, გვერდზე დადებულს ელექტრონული იქნებოდა რაღაცა აპოვნინებდა და ასე გვიოლებდა ცხოვრებას და დღეს ძალიან გაადვილებულია ცხოვრება თელი რიგი მოსაზრები. ჩვენ არ ვიტანჯებით წყლის მოსატანად 5-10 კილომეტრზე, მაღაზიებით ცალკეა. სხვა პრობლემები გვახლავს, მაგრამ მოდი ვთქვათ, რომ ესეთი დატანჯულები არა ვართ, გადაადგილებას რაც ეხება, ვირი არ გვჭირდება, ცხენი არ გვჭირდება. ხედავთ, მეცნიერებამ რა გააკეთა და ეს გამოყენებული არის, ხო? ახლა მეცნიერება ამოვიღოთ და საერთოდ ღმერთი არ გამოცხადებოდა არავის, ჩვენ ძალიან გაგვიჭირდებოდა ცხოვრება დედამიწაზე. ძალიან, ხო, უწყლობა თქვა და წყალი როგორ შემოვიტანოთ სახლში. დისკომფორტია, ხომ წარმოიდგინეთ, ახლა უცებ ტყეში გახვიდეთ საცხოვრებლად, აბა და არ გქონდეთ არაფერი. ხელახლა უნდა დაიწყოთ ჩიჩქნა მიწისა, იქ ყველაფერი გჭირდება ადამიანს. უსუსურია ადამიანი. ცოდვად დაცემული ადამიანი ძალიან უსუსურია. ცოდვას არა დაქვემდებარებული უცოდველი ადამიანი, როგორიც იყო ადამიანდება სამოთხეში, იყვნენ ჰარმონირებული ბუნებასთან ჩაწერილი. იმათ პრობლემა არ ექნებოდა და არანაირად არ იყო საჭიროება თქვათ მეცნიერა კვლევაძიებისა. თორემ ახლა ადამიანზე ძლიერი ენციკლოპედისტი ვინ იქნებოდა, ცხოველებთან როგორ იყო და სახელებს არქმევს, უშუალო ურთიერთობა ქონდა მას. ჩვენ არ მიგვატოვა ღმერთმა და რაც უფრო მაშინ შევდივართ სამყაროს დასასრულის ფაზაში, უფრო და უფრო რთულდება ცხოვრება, უფრო და უფრო დემოგრაფიული თვალსაზრისით, ანთროპოს თვალსაზრისით ადამიანი შტერდება, გამოვლენჩდება და ისეთ რაღაცეებს გებულობთ, რომ გვიკვირს ადამიანს ეს შეუძლია, რომ უცებ იარაღია იყოს შევარდეს, ბავშვები დახოცოს, ან ეს პედოფილიის გავრცელება, ჰომოსექსუალიზმის, ასე უმოწყალოდ ხოცვა-ჟლეტა ადამიანებისა, განსაკუთრებით 9 შვილის დედისა, მერე ცოლსაც დაჩეხავდა, თავსაც მოიკლავ. ახეთ რა ფაზაში შედის ცოდვად დაცემული ადამიანის პლანეტა? იმედად და შუქად იესო ქრისტე არის და უესმისის შემოძახილი, რომ მიუხედავად ამისა, რომ პლანეტა ასეთ მდგომარეობაშია, რწმენის კაც, ქრისტიან კაც არაფრიც არ უნდა ეშინოდეს და არანაირად არ უნდა აწუხებდეს ის, რომ დედამიწა ენტროპიას ექვემდებარება. მისთვის ახალი არის მიცემული, სათასასუფეველი, ვიზირება მოცემულია, გზამკვლევიც ყავს, შუამავალიც არის და ადგილ მდებარეობაც განსაზღვრული არის. ახალცა და ახალ დედამიწაზე. თუმცა მანამდე ამ ხილულ სამყაროს გარდაქმნის ერთხელ და კიდევ ერთხელ შეარწყვენს ადამიანს, ევას და ჩვენ მოდგმას, რომ დაგვეცლია მისთვის ასეთ ჯოჯოხეთს არ გაივლიდა კაცობრიობა. ამდენი ომები, ხოცვა-ჟლეტა, პირველივე გამოსვლის შედეგად ძმაც დაეტაკა და სისხლი დაიღვარა, გაუთავებელი კონფლიქტები. ყველაზე საშინელი მხეცი ადამიანია დღეს, იმიტომ რომ გართობისთვის კლავს ადამიანი მეორე ადამიანს და არა საჭიროების გამო. ცხოველზე სასტიკია ადამიანი, ცხოველი თუ გაძღება, მარტო შიმშილის გულისთვის გამოვა და ნადირობს, ისე გასართობად არავის არ კლავს ხომ და მსხვერპლს. ადამიანი კი ართობად მანიაკური ისენი აქვს, რა სიამოვნებას ანიჭებს, აწამოს მეორე ცემოს, ურტყას, მოკლას და თეორიაც მოირგეს ასეთი. ასეთი არის ცოდვად დაცემული ადამიანი. ეს ცხოველზე საშინელი ცხოველი გახდა ეს და როგორ ვარცხვენთ, ესე იგი, ღმერთს რომელიც შექმნა ადამიანი არა ისეთად, როგორიც მოწოდებულია. არამედ პირიქით იმ თეორიას ამაგრებს ეს ადამიანი, რომელიც საფუძვლად უდებს რას, რომ ადამიანი შექმნილია მატერიიდან, ევოლუციის შედეგად ცხოველიდან მეორეში, მეორედან მესამეში და ასე მაიმუნი უკანასკნელი წებიდან გამოვედით, გამიგეთ და ამ თეორიით გამართლებულია ადამიანის მაიმუნობა, მაგრამ გასაოცარი ის არის, რომ მაინც მორალური კოდექსებით გვაიძულებენ ცხოვრებას. მაგრამ მაიმუნის წინაპარს მორალი რა სჭირდება? მაიმუნის თავმავალს. რა და ცხოველი და მორალი ხო არ არსებობს? მორალი, ეთიკა ეს ადამიანური კატეგორიებია და ცხოველში ეს არ თამაშობს. ცხოველს ვერ მოკითხავ ვერაფერს, ამორალური რატო ხარ და როგორ არის. მეტყველი არის ადამიანი, მოლაპარაკე, მოაზროვნე და შესაბამისად მორალი სინდისი მას გააჩნია. და დღეს ისეთ ფაზაში შევიდა ადამიანი, სუმთლად გაუბედურებული არის ამ წაბლების შედეგად. ყველანაირად მოწამლულია და დააკვირდით დღეს პლანეტა ისეთი ინფანტილური გახდა, რომ აბსოლუტურად არაფერი გონივრული აღარ არის. რაღაცა ერთი სახე დაიდო ყველამ, ერთი გარეგნობა, ერთი არის ყველაფერი აბსოლუტურად ჩაცმიდან დაწყებული და აღარაფერი თითქოს იცი რა გაწყრა ღმერთიო და აღარ არის ცვენა უნიჭიერესი ხალხისა ნებისმიერ სფეროში. რაც ხდებოდა საუკუნეების უკან იცით
ჩვენაზე იყო თქვა მე-12, მე-13, მე-15 საუკუნე. აღარაფერს აღუბრალოდ ანტიკურ ეპოქად. როგორი ხალხი იყო ისა. ყველა დარგში არქიტექტორები გნებავთ რა. დღეს კატასტროფული მდგომარეობა ამ ხრივ. აი კატასტროფა ტექნიკის ზეიმი არის. ადამიანი რაღაცა დაპატარავდა. და წინა პლანზე წამოწეულია, კანდიდებულია ის ტექნიკა და ტექნიკის მსხვერპლი გახდა ადამიანი კომპიუტერთან დამონებული ახალგაზრდები ამ მანქანასთან მუდმივი ისა ავტომატიზირებულია ყველაფერი და შესაბამისად ცნობიერებაც უკვე ისეთ დონეზე არის რომ რა ვიცი ამას მოყვება სტრესი და დაბოღმილი ადამიანები როგორც ცდილობენ საზოგადოების შეცვლას და აი სულელური რაღაცა გადაღებული დემოკრატია აი ასეთი ფაზაა დღეს დედამიწისა და ამას რო გავყვით ხალხო ახლა და არ იყოს ის ოპტიმიზმი, რომელიც ყველა კითხვაზე, რომელია ოპტიმისტური წიგნი, მარტო ბიბლია ოპტიმისტური. სხვა წიგნები ოპტიმისტური არც ერთი არ არის. რომელია იდეალური, ოპტიმისტური, როგეთო, ეს ბიბლია. აქ იმედია. აქ არის წმენა, იმედი, რეალური ის არის ეს და დიდი ინფორმაციის შემცველი ეს რა იყო, სამყარო როგორ შეიქმნა, რა მდგომარეობაში არის, სამყარო როგორში იყო, როგორში ვარ და როგორში იქნება და რა ელოდება მომავალში კაცობრიობას და ადამიანს. სად დაივანებს ადამიანის არსება, გამოსული ღმერთიდან ადამიანიდან დაასრულებს ცხოვრებას ისე რომ გაქრება თუ გაგრძელდება ეს მარადისობაში. ბიბლია გვეუბნება, ადამიანი მარადისობის კუთვნილებაა. რამე თუ იგი ღმერთის ქმნილებაა და ღმერთია მარადიული, მოსიყვარულე, ბრძენი და მისი ქმნილება რატო უნდა იყოს უტვინო და რეგვენი. ესეთი არ არის შექმნილი. ცოდვა დაცემის შედეგად მოხდა მისი დეგენერაცია. იესო ქრისტემ მოახდინა რეგენერაცია. ეს არის გაზიარი, მასზე ფიქრი და ამ განცდებით ყოფნა არის საჭირო. იმიტომ რომ ჩვენ ველოდებ ეს იბერეში და გარდაცვალების დროს. აი მე თქვენ ვერგიშვილით გარდა ღმერთისა. იმიტომ რომ ვერ დავემალებით ღმერთ 138 ფსალმუნი, ახსოვთ დავითი რას იწახის. არ დავემალები შენი სახეს. სიკვდილიც კი ვერ დაგაშორებს ღმერთს, ვერ დაემალები მოკლედ. ეს უნდა ცოდნო და იაკობს, როცა გარბოდა სახლიდან გაურბის. ვერსად ვერ გაიქცევი მას. აი გაწაიგი 138 ფსალმუნი. და მე კიდე დაუბრუნდებით 32 თავი და 21 კიდევ ერთხელ გადავხედავთ ამ იაკობის ისტორიას და ეს აწის იაკობის ისტორია არის მისი ოჯახის ყოველ შემთხვევაში და მისი გაგრძელება არის და ის დომინანტობს მაინც ის თუ წინა პლანზე არ არის მაინც ფიგურირებს იაკობი როგორც ასეთი და ერთ საკმაოდ დიდი თავები უჭერავს ამას ორი თავის გამოკლების გარდა მაგრამ მისი ოჯახის ისტორია აი აქედან იწყება ბოლომდე 50 თავის ჩათვლით. და უბრალოდ როგორც ცენტრ ფორვარდი თუ შეიძლება ასე ითქვას, ბიბლიაში პორტულ ტერმინს ვიხმარ, თუ არის აბრაამი, ისააკი, ასევე ცენტრ ფორვარდი იაკობი ადგილს უთმობს ცენტრ ფორვარდს მერე იოსებს. თორე ისე ეგენი გადადიან უკანა პლანზე, მაგრამ დომინანტობენ და მონაწილეობას ღებულობენ აი მთელ ბიბლიურ ჭეშმარიტებების შემეცნებაში. და ეს ჩვენ დიდად გვახარებს. ახლა დაგემშვიდობებით ახლა თავი არ მოგაწყინეთ და თუ რაღაცა დაგაფიქრათ და აი ეს უკვე ჩვენი დამსახურება კი არ არის დაებრივი ძალისა და ქმედებისა რომელიცაც ბიბლია ატარებს